პერიოდში გამოგატარდა რამოდენიმე რეფორმა, მოგესალმებით რომ განვითარება აზე როცა ვსაუბრობთ, აქ არ გულისხმობა ერთი კონკრეტული რეფორმა, ერთ კონკრეტული რეფორმით ვერ მიაღწევ იმ ძირითად მიზანს, რაც ჩვენ გვაქვს დასახული, ეს არის რეფორმების ესე ვთქვათ ჯაჭვი, რომლის განხორციელების ეფექტიანად რაც სასალკი ისე ურთიერთდამოკიდებულებაში იძლევა დიდ სინერგიას და გვაძლევს ეფექტს. ბოლო პერიოდში გატარდა არაერთი რეფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყოს, რომ სამსახური მთლიანად გადავიდა გაციფრულებაზე, რომელმაც ბევრი შესაძლებლობები მოგცა. მინდა შევეხო დღეს ავტომატური დაბრუნების თემას, რომელიც არქული წლების უკან ეს შეუძლებელად მიგვეჭდა. დღეს ეს პრობლემა არ დგას და როცა ქვეყანაში მაგალითად 2024 წელს მოხდა 7.5 მილიარდის მობილიზება და ღირსების კუთხით, აქედან 1.5 მილიარდი დაუბრუნდა ბიზნესს, რომელიც რა თქმა უნდა ინვესტიციების მოზიდვას, ფინანსებთან ხელმისაწვდომობას ბიზნესისთვის ძალიან ამარტივებს და დიდ მოტივაციას აძლევს. თან ეს დღეს დაბრუნება მოგეხსენებათ ხდება ავტომატურ რეჟიმში, გარდა მონაკლისებისა და მაქსიმუმ 10%-ია, რომელიც ხდება ინდივიდუალურ თანამშრომლების მიერ გადამოწმება და ისიც დღეს არ აღემატება. ასევე მინდა მოსახლეობის სერვისების გვატოვეთ გამოყოჩენი რეფორმა, რომ ამ გაციფრულებამ შესაძლებლობა მოგცა დისტანციურად მოხდეს ბევრი ბიზნეს პროცესი. ამის მაგალითი იყო მაგალითად მეჟიარსოდა სამსახურების სერვის ცენტრი და ორი გავაუქმდა დარჩა ერთი, ვინაიდან უკვე თითქმის ოფისებიდან სახლებიდან შეიძლება ნებისმიერი მოსახურების მიღება შემოსავლების სამსახურის მიუსვლა. ამიტომ ეს ზოგადად რა თქმა უნდა დროს, პულს ბიზნესისთვის და ვთქვით რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე რომ გამჭირველი იყოს ჩვენი საქმიანობა და სამართლიანი. ამიტომ დღეს შესამოწმებელი ობიექტები საუბრობთ ამას, ეს ხდება მაღალი დაფუძნებული სერვისი სოციალ დაფუძნებული თვითონ ჩვენს მიერ შემუშავებულია კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხდება შესარჩევი ობიექტები. ეს გულისხმობს ჩვენ ადრე არწმუნდა გასვლის საგადასახადო შემოწმება, ჩვენ გასვლის საგადასახადო შემოწმებას მიმართა უკიდურეს როგორც უკიდურეს ზომას ხდება დღეს როგორც მოგების ნაწილში გადასახადის შემოწმება, საშემოსავლოს ნაწილში და დეგეგის ნაწილში ცალ-ცალკე. ვინაიდან ბიზნესი რა შეიძლება ნაკლები დატვირთვა იყოს და არ შევაწუხოთ ამ მიმართულებით. ამიტომ ძირითადად თითქმის 90%-ით სადაც ჩვენი შემთხვევა ხდება ბიზნესთან აუცილებლად რისკანაა დაფუძნებული, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ეს არ იყოს ადამიანური ხასიათის. ხდება როგორც სატელეფონო კომუნიკაცია და გართულება რომ ჩვენ ამ რისკს ხედავთ, მაგრამ თქვენ თვითონ ხარ გამოვასწორეთ თუ თქვენ ჩვენ არასდროს უყურეთ ამ რისკს რომ შეგეხმიანეთ და გითხარით აქ ვიხსენით ზეპირად იქნება თუ წერილობით იმოხდა. ბოლო პერიოდში ჩვენ შექმნით სულ გადაახტელდა დანაყოფი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენი ბიუჯეტის 50% თითქმის სულ გადაახტელების მიერ ხდება ამ ჩვენი ბიუჯეტის შევსება. ამიტომ ამათთან სულ გადაახტელდა ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მიდგომა, რომ ჩვენ არ უნდა იყოთ მარტო სათამაშო ორგანიზაცია და ეს არ უნდა აგვიქვამდეთ და ჩვენი ურთიერთობა ბიზნესთან უნდა იყოს მეგობრული. და გულისხმობ იმას, რომ სულ გადაახტელებთან ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ყოველდღიური თითქმის კომუნიკაცია. ჩვენ მარტო ასევე თავაზობთ სერვისებს, ისეთ ბუნდოვან საკითხებზე როდესაც არის ზოგიერთი საგადასახადო კოდექსი, ზოგიერთი მუხლი, როდესაც იწვევს გაუგებრობას და ამას არც ტახის გადაახტება, არც არაფერი, უბრალოდ ერთის არის განხორციელებული ან თვითონ ოფისში მოსვლით და ამ საკითხების გამო და ჩვენს მითითებას ჩვენ ვითვალისწინებთ ამას, რაც არ უნდა არასწორი იყოს ამას ეს ტვირთი პასუხისმგებლობა გადმოჭრაზე. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად სულ გადაახტელებთან კონდეს მეგობრული ურთიერთობა. ნებისმიერ საკითხში დახმარება, კონსულტაცია იქნება, საბჭოთა პრობლემა იქნება, დაგეგმეს დაბრუნება იქნება თუ სხვა საკითხი, ჩვენ მაქსიმალურად ამ მიმართულებით ხელს უწყობთ. რა თქმა უნდა ეს მარტო მეგობრული ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ის მეორე მხარესაც ურჩი გადაახტელების მიმართ, რა თქმა უნდა შემოსავლების სამსახური არის კაცრი და შეუვალ პოზიციას ატარებს, ვინაიდან სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს ამას, რომ კონკურენცია არ დაირღვეს და ვინმე კონკურენტი არ დაიჭიროს ამ სეგმენტი მეგობრული დამოკიდებულებით მეგულის შეღავათებს.
აგრეთვე რაც შეეხება ვალის მმართველობითაც გავატარეთ რეფორმა, შეიქმნა ვალის მმართველობის დეპარტამენტი. ისეთი ვალის ბოლო პერიოდში გახსოვთ, რომ ჩვენი ის იყო 6 მილიონამდე წარმოებს. ჩამოვაწერეთ ის ვალი, რომელთაც გადაწყვეტის შესაძლებლობა მათ არ ჰქონდათ და მივეცით ამ წარმოებს ხელახალი ბიზნეს დაწყების შესაძლებლობა, ხელახალი სიტუაციის შანსი. ძალიან აქტიურად ვიკეთებთ ვალის გადავადების საკითხებს, გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილების საკითხს, თუ ამ დროს ხდება აბსოლუტურად ზოგჯერ ვიკითხებიან ხოლმე რა დავწერთ საქართველოში რა დავწერთ, როგორ დავწერთ. ამ დროს ხდება მრავალი კითხვის გადახდა, თუ როგორ გადახდის უნარიანია, რა ბიზნეს თუ რა ბიზნეს აწარმოებს, რასთან გვაქვს საქმე ადრე ხო არ ქონდა ბიზნესი შემთხვევა და მრავალი კომპონენტისგან შედგება აღნიშნული თუ ეს მართლა სამართლიანია მსახურებს მეწარმე, რა თქმა უნდა ამ მოტივაციაში რეალური და არანაირი არ გამოზრაოს რომ რამდენად ჯიბში აღდგებათ არავის რომ რაღაცნაირად ჩვენი პრინციპები გავიტანოთ. ასევე ნებისმიერ საკითხი ჩვენთან შემოსავლების სამსახურის გარეთ ყოველთვის ღია მოგესალმება ჩვენ ბიზნესთან ძალიან ხშირად მართავთ საკუთარ ფოკუსში ვიქნებ როცა ბუღალტერთა კავშირი ბიზნეს ასოციაციები ყოველ ახალ მიღებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავდივართ ბიზნესთან იმიტომ რომ ბიზნესი მხრიდან დანახული სხვა არის ჩვენ მხრიდან დანახული სხვა არის ამიტომ მაქსიმალურად ვხდოთ თუ რამე ხალხ გადაწყვეტილება მივიღეთ ეს შემოთავაზოთ ბიზნესთან გავიაროთ და მაქსიმალურად მივიღოთ ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილება. დღეს განვითარებაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემოსავლების სამსახურიდან შემოსავლების სამსახურის მობილიზებული თანხებიდან ხდება სოციალური ნებისმიერი სოციალური სერვისების დაფინანსება ხელმოქმედება და ნებისმიერი საქმიანობას სახელმწიფო ახორციელებს შემოსავლების მიერ აკრებილი გადასახადიც ხდება რა თქმა უნდა. შემოსავლების სამსახურის მიერ აკრებილი გადასახადი ბიუჯეტის მოგწმენდება არის 90%. რაც თავარი ლოზუნგი ჩვენი დამავალი კონფერენციის შედგება, რა თქმა უნდა მშვიდობის გარეშე. წარმოუდგენელია ნებისმიერი წარმატების მიღწევა და მშვიდობის ხარჯი ბოლო პერიოდი ეს 2020 წლის მშვიდობიანი პერიოდმა მოუხსენია შესაძლებლობა დღეს საუბრობ ეკონომიკურ წინსვლაზე ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვაზე და ამ ინვესტორისთვის საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაზე. აგროვებდეთ მოგასწრდა მე დისკუსიის თემაში თუ შეგიძლიათ მოგზარდეთ. იმპერიის განმავლობაში რაც თქვენ შემოსავლების სამსახურს შემოწმებთ გუცია ამ პერიოდისთვის და ვაჩვენოთ გვაქვს ბიზნესთან კომუნიკაცია სხვადასხვა დონეზე თქვენი ჩემი აზრით ერთ-ერთი უპირატესობა არის არა მხოლოდ რეფორმების განხორციელება, არამედ ახსნადობა და კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ ნებისმიერი კარგი რეფორმა მინიმუმ მოკლევადით შეიძლება წყალებში გაფუჭდეს თუ ბიზნესთან სათანადო კომუნიკაცია, სტრატეგია არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი დაკურებით რასაც თქვენ უყურებთ აქტიური კომუნიკაცია და ეს მნიშვნელოვანია, რომელიც ასევე აღძულებს შემდეგ თქვენი რეფორმების შედეგს და გაბედული რეფორმები თემის საკითხი, რომელზეც ასევე ხშირად აკრიტიკა და სკეპტიკოსები საკმაოდ გაბედული ნაწილია მათ ინტერესის ნაწილი არ კუთხით და თლიანობას ელექტრონული სერვისები ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობაა თქვენ შემთხვევაში. ბატონ ზურაბთან მინდა გადავიდე შემდგომს ყოფილ ბატონ ზურაბ საბაჟო დეპარტამენტის უფროს ოჩურის საინტერესო თემაა საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციონირება არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების ნაწილში და არა მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტს მოუწია მოვიფიქროთ ესეთი რთული პერიოდის გავლა 2022 წლის მერე რანაში სიტუაციის შემდგომ და სანქციების პერიოდის ამოქმედების შემდგომ ვფიქრობ ჩვენი მხრიდან ეკონომიკური დეზინფორმაცია ვახსენე და ასევე ძალიან ჭარბი იყო საუბრები საქართველოს სანქციების გვერდისავად გამოყენებასთან დაკავშირებით და მთელი ისრები ბუნებრივია მიდიოდა საბაჟო დეპარტამენტზე რამდენად ეს ფაქტობრივი გამოწვევა რომელიც გვექონდა. თუ შეიძლება არ შეიძლება რომ ამით არ მისარგებლო საერთოდ ეს ნაწილი არ გკითხოთ ზოგადად შეფასებას და გკითხოთ. დიდი მადლობა, მადლობა ორგანიზატორებს
ორგანიზატორებს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის მინდა მე მოკლედ დავიწყო პრეზენტაცია, რაც წარმოადგენს საბაჟო ადმინისტრაცია და დღეს როგორც მე საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის ჟურნალისტის საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მინდა დავანახო აუდიტორიას, რა საკეთებს საბაჟო ამ მდგრადი განვითარების კონტექსტში, რა რეფორმები გვაქვს და რა არის ეს საკითხები და მომენტები, რაც გამოარჩევს საქართველოს საბაჟოს სხვა ქვეყნების ანალოგიური სტრუქტურებს. ჩვენ ვიცით, რომ საბაჟო ეს კომპლექსური და ურთულესი სამსახურია, რომელიც ყველა ქვეყანას გააჩნია და ჩვენ 1993 წლიდან გავხდით მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, რომელიც აერთიანებს სხვა 155 წევრ ქვეყანას და ეს ორგანიზაცია არის ის ძირითადი მიმართულების მიცემი, ანუ მიცემი იმ სტრატეგიის, რომელსაც ყველა ქვეყანა შემდგომ მეტნაკლებად იყენებს. იმიტომ რომ ჩვენ ვიწევს საზღვრებზე, პირველ რიგში საზღვრებზე ყოფნა და იცით, რომ ძირითადად ვიწევს უცხოელებთან და უცხოურ პირთან შეხება. ანუ არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი საბაჟო ადმინისტრაცია და მებაჟი ოფიცრები, რომელმაც ყველა ენა და ყველა დოკუმენტის საკითხი იცოდნენ. იმიტომ რომ შეიძლება შეხვდეს იმის იაპონურ ენაზე, ჩინურ ენაზე, სომხურ ენაზე, რუსულად და შემდეგ და ასე. შესაბამისად არსებობს რაღაც ჩარჩო ფორმულირება, რომელთაც ჩვენ რაღაცნაირად ვახერხებთ ამ კომუნიკაციას ნებისმიერ საბუთთან თუ პიროვნებასთან. რაც შეეხება 2000 წლიდან საქართველოს გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის WTO-ს წევრი, რამაც ამ ორგანიზაციის წევრებს საშუალება მისცა გარკვეული პირობებით, რომ დაეწესებინათ ტარიფები. და ეს შესაძლებლობა არის 16-მდე ტარიფის დაწესება, სხვადასხვა ტარიფის დაწესება შესაძლებელი და მათ შორის 0-დან 100%-მდე შეუძლია და დღეს ძალიან პოპულარულია. ხო, ისეთი გავლენიანი და უძლიერესი ქვეყნებიც სამხედრო შეიარაღებით დასვლა ძირითადად ამ გავლენის მოსაპოვებლად კეთების მიმართ იყენებენ ამ საბაჟო სატარიფო და ვხვდებით ამას, მაგრამ საქართველოს მაიჭია ლიბერალური პოლიტიკა, ასე ვთქვათ და შემოვიღეთ ჩვენ სულ 3 ტარიფი, ეს არის 80% ეს არის წარმოიდგინეთ 0% და არის 5%-იან და 12%-იან ტარიფები, ესე ძირითადად სოფლის მეურნეობის და გარკვეულ სამშენებლო პროდუქციაზე. მიუხედავად ამისა და ესეთი ლიბერალური პოლიტიკისა, რაც ხელს უწყობს უფრო მობილობას, უფრო ვთქვათ ეკონომიკის განვითარებას, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადმინისტრაციის გამართული მუშაობით და ასე ვთქვათ, ჩვენი რეფორმებით საბაჟო მაინც ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორია საქართველოს ბიუჯეტის შევსებაში და მთლიანი შემოსულობების 35%-ზე მეტი ანუ ჩვენ ვახდენთ მის მობილიზებას. Ძალიან ჩვენს მიერ დადებული, ჩვენს ქვეყნის მიერ დადებული თავისუფალი სავაჭრო, ასე ვთქვათ, შეთანხმებები, რომელიც გვაძლევს საშუალებას ქვეყანას, რომ 2 მილიარდ 300 მილიონიან ბაზრებთან ჰქონდეს თავისუფალი წვდომა და ვისარგებლოთ გარკვეული პრეფერენციები. ეს არის როგორც ჩინეთთან დადებული, ისე არის ევროკავშირთან, ბოლოს ესეთეს წევრ სახელმწიფოებთან 2024 წელს დაუდეთ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აი ამ ბაზრებიდან 2 მილიარდ 300 მილიონიან ბაზრიდან შესაძლებელია ჩვენს მეწარმე სუბიექტმა ჩამოიტანოს გარკვეული ნახევარფაბრიკატები თუ ნედლეული, შესაბამისად აქ მინიმალურზე მეტი გადამუშავებით მოახდინოს მისი გადამუშავება და მიიღოს ქართული უკვე წარმოშობა და ისევ წვდომა ჰქონდეს აი ამ ხელა ბაზარზე, რაც ჩვენს ბევრ მეზობელ ქვეყანას არ აქვს ამ ხელა ბაზრებზე წვდომა და მათაც უბიძგებს, რომ გარკვეული ინვესტიციები ჩადონ საქართველოში და აქაური პროდუქტის ფართოდ წვდომადობა გახადონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ასევე ვართ ამ ევროპელთა შუა ზღვის კონვენციის, რეგიონული კონვენციის წევრი ქვეყანა, რაც ითვალისწინებს ამ გამარტივებული წარმოშობის წესებს და ურთიერთაღიარებულ წესებს, ასე ვთქვათ. და ჩვენ აქ მაქვს ამგვარი პატარა სტატისტიკა 2023 წელს რამდენი წარმოშობის სერტიფიკატი გავეცით და 2024 წელს რამდენი ქართული წარმოშობის სერტიფიკატი, რაც აჩვენებს კიდევ ერთხელ ბიზნესის აქტიურობას. ეს ხელშეკრულება აძლევს საშუალებას ჩვენ სუბიექტებს, რომ ამ პრეფერენციებით ისარგებლონ შესაბამისი წესით. აქ იყო ერთი მომენტი, რომ
ყველა ქვეყანა, თითქმის ყველა ქვეყანა ითხოვს ამ წარმოშობის სერტიფიკატს ორიგინალი ან ბეჭდური ფორმით. და ჩვენ და ეს ადამიანები, ვისაც მსურველები იყვნენ, ყოველთვის წვალობდნენ და მოსულიყვნენ ჩვენთან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, აიღოთ ეს მოეტანათ დოკუმენტები და ამის შიდა ეროვნულ დონეზე გაციფრულება მოახდინეთ. შესაბამისად, უკვე განცხადების მიღება შეგვიძლია ელექტრონულად ჩვენ და ვინაიდან მაინც საზღვრები უნდა გადაკვეთოს ამ პირთმა ნებისმიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უკვე შეუძლიათ რომ ორიგინალი დოკუმენტი აიღონ ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში და საგადასახადო ადმინისტრაციის რეგიონებში, სერვის ცენტრებშიც კი ეს ძალიან ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მართლუჭებად პროდუქციას, რომ იქვე თავის სერვის ცენტრში, თავის რაიონში მიდის და დამატებით არ უნდა ვთქვათ დროისა და რესურსის ხარჯი. მთავარი იყო ის, რომ ჩვენ მოვახდინეთ ევროკავშირთან მთლიანად, ასე ვთქვათ, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობა 2019 წელს ჩატარდა რეფორმა, როდესაც ჩვენი საბაჟო კოდექსი, რაც ძირითადად არის ამოძრავებელი და ყველაფრის ხერხემალი ამ რეგულაციების მთლიანად ჰარმონიზებულია ევროკავშირის სტანდარტებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, დაუახლოვდეთ. ყველა ბევრი საბაჟო ადმინისტრაციისგან გამიგია, რომ ყველა საუბრობს ერთი ფანჯრის პრინციპზე და რეალურად, როდესაც საქმეზე დგება ხოლმე, ყველა საინტერესებს რა არის პრინციპი და რაში გამოიხატება, თქვა. ეს საქართველოს საბაჟო ვიტყოდი, რომ ამ ხრივ არის უნიკალური მაგალითი, ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი, როდესაც ტვირთის პრობლემს, თქვა, ავიღოთ ჯერ საზღვრის ნაწილი, როდესაც ტვირთის კომერციული ტვირთის პრობლემს და წარმომადგენელს მის მხოლოდ საზღვარზე უწევს მხოლოდ ერთ სტრუქტურასთან, ანუ საბაჟო ადმინისტრაციასთან შეხება. საპასპორტო კონტროლსაც კი საფირთო მანქანის შემთხვევაში ვაკეთებთ ჩვენ. დამატებით ვაკეთებთ ფიტოვეთ საკარანტინო კონტროლსაც, ესე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნიდან და აქ არის წარმოდგენილი სტატისტიკა, რამდენი ვთქვათ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარეთ ვეტერინარულ ფიტო საქონელს და რამდენი გამოვლენა იყო, რომ ქვეყანა ამ ხრივ როაც იყოს დაცული ამ საქონლის არალეგალურად და დარღვევით შემოდა. რეალურად ერთ სტრუქტურასთან ურთიერთობით ძალიან მალე და მარტივად ახდენენ ბიზნეს ოპერატორები საზღვრის გადაკვეთას. ასევე კომერციულ ტვირთებშიც და თვითონ ქვეყნის შიგნითაც ჩვენ მაქსიმალურად ხელს უწყობთ ელექტრონულ სერვისებს და ჩვენ წავახალისებთ წინასწარი ელექტრონული დეკლარაცია, რომ არ მოვიდეს ადამიანი ამ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, არ ატაროს ეს თავის საბუთები და ჩვენ პრაქტიკულად გეოგრაფია გამოვრიცხეთ აქ და ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩვენს ელექტრონულ გეზს გადმოუგზავნოს ეს თავისი საბუთები და ჩვენი ელექტრონული გეზი დაუბეჭდავს ეს ელექტრონული გეზი მთლიანად ახალი კონცეფცია ანუ ჩვენ შევქმნით, იმიტომ რომ აი ესე დისტანციურად მომხდარიყო მსახურება და ასევე თვითონ შეუძლიათ რომ დაბეჭდონ თავიანთ დაშვებულ ადამიანებს თავიანთი დეკლარაციები და შესაბამისად აქ ხედავთ იმპორტის და ექსპორტის წლების მიხედვით მზარდ ტენდენციას და მათ შორის 40%-ამდეა წინასწარი დეკლარაციები გაზრდილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ვიადმილებს რისკების მართვას და მეწარმე სუბიექტიც უკვე საზღვარზე რომ შემოდის 80% შემთხვევაში გაუმწვანდება ეს დეკლარაცია და პირდაპირ საზღვრიდან შეუძლია თავისივე ესე ვთქვათ საწყობში მიიტანოს დანიშნულებისამებრ ეს თავის საქმე. ასევე ჩვენ არც ერთ სახელმწიფოს ბოლომდე არ შეუძლია ყველაფრის 100%-ით კონტროლი და ჩვენ ვიცით რომ ისეთ უძლიერესი სახელმწიფოებიც კი გარკვეულ კონტრაბანდა და გარკვეული რაღაც გარკვეულები ხდება შედის და აღწევს რაღაც გზებით ქვეყანას. შესაბამისად უფრო გამოცდილი ქვეყნები თავის დროზე დაფიქრდნენ რომ ყველას შემოწმებას საზღვარზე ხომ არ ჯობია რომ თავიდან შევამოწმოთ გარკვეული ცივილად კომპანიები, გავხდეთ მათი პარტნიორი, შევისწავლოთ მათი პრობლემები, რა ისტორია და თუ აქვს მათ ეს სისტემები აწყობილი, თქვათ, როგორც ბუღალტერული ისე და ნახავთ ეს კომპანია გამჭვირვალეა აბსოლუტური შესაბამისი გასვლა. მოდი ამ კომპანიებს მივანიჭოთ განსაკუთრებული ნდობის ხარისხი, ეგრეთებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის და საზღვრებზე პირიქით შევქმნათ უკვე პრივილეგიები და ჩვენი რესურსი დავხარჯოთ უკვე სხვა შემთხვევით პირთების შემოწმებას და ჩვენ ვიხარია რომ ესეც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო და ესეც პირნათლად შევასრულეთ უკვე 28 კომპანია ყავს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი რომელიც
ძალიან ბევრია ჩამოთვლილი პრივილეგიებით სარგებლობენ, მაგრამ აქ თავარი ის არის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, რომ მოხდეს ურთიერთაღიარება ჩვენი კომპანიებმა იგივე პრივილეგიებით ევროკავშირის ქვეყნებში თუ თურქეთში, და მათ ავტორიზებულმა კომპანიებმა ჩვენ ქვეყანაში, რაც ზოგადად ყველას გაუმარტივებს პროცესების წარმოებას. ჩვენ დავნერგეთ რობოტიზაციის და მანქანური სწავლების ელემენტები, მაგალითად თქვენი ციფრო საბაჟოზე არსებობს გარკვეული დერეფანი, მწვანე დერეფანი, ყვითელი დერეფანი, წითელი დერეფანი. როდესაც ყვითელ დერეფანში ხდებოდა თვირთი, ეს არის გადახდის კრიტერიუმი, ანუ ძირითადად რომ სანამ თავისუფალ მოქცევაში გაეშვება თვირთი, მან უნდა გადაიხადოს ეს კუთვნილი გადასახადი. ჩვენ დავდეთ ბანკებთან, საქართველოს ბანკებთან მემორანდუმი და უკვე ონლაინ რეჟიმში ვახდენთ ამ ინფორმაციის მიღებას და როგორც ადამიანი იხდის, აღარ ჭირდება იძველი პროცესი აღწერილი, რომ ჭირდებოდა იქ მისვლა, გადახდა, მე ფიქრის ჩვენთან მოტანა, იმიტომ რომ ეს არის სახებოდა მარტივად ხაზინაში და ჩვენ ვერ ვიგებთ. ეხლა ონლაინ რეჟიმში როგორც გადაიხდის, წამებში უკვე რობოტული ზავ ასრულებს მის დეკლარაციას და მისთვის შესაბამისი SMS-ი, რომ მისი თვითი თავისუფალია. რა თქმა უნდა, ამ ხელა მასშტაბში აუცილებელი ინფორმაციის ციფრული გაცვლა და ჩვენ შიდა ეროვნულ დონეზე 8 სახელმწიფო სტრუქტურასთან ვცვლით ამ ინფორმაციას 56 დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ საბაჟოს უწევს ყველა დადგენილი რეგულაციის საზღვარზე შემოწმება. მაგალითად, თუ წამლის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტრომ წამლებს დაუყენა რამე რეგულაცია, რომ შეფუთვა მარკირება ესეთი უნდა იყოს, ჩვენ ვიწევს ამის შემოწმება. თავდაცვის სამინისტროს გაცემული ნებართვების რეგულაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს იარაღთან თუ სხვა დაკავშირებით და ბევრი. ამიტომ ჩვენ ამ ორგანიზაციებთან ავაწყებთ პირდაპირ ონლაინ პლატფორმა, სადაც განცხადებელი პირდაპირ ჩვენთან ჩვენ თავისივე გადაყენის გვერდიდან მოგმართავს, ავტომატურად ეგზავნება იმ ორგანოს, ნებართვის გამცემ ორგანოს და ავტომატურად გვიბრუნდება ჩვენ და ეს ადამიანი აღარ დარბის ამ სტრუქტურებში ამ ფუნქციებით, რომ მოგვიტანოს ნებართვა და მოაქციოს შესაბამის რეჟიმში. Ну да, ეს არის ACTS-ი, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც მინდა რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა და მართლაც საეტაპო ნაბიჯი და ამაყივაროთ ჩემს ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა და მოახერხეთ ამ ევროპულ ტრანზიტის კონვენციასთან მიერთება. ეს იყო უთულესი გზა დაახლოებით 4 წლიანი, რომ მომზადებული ყავით ამ ყველაფრისთვის. და უკვე 37 ქვეყანა გავხდით ჩვენ, აქ შედის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და EFTA-ს წევრი სახელმწიფოები. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ადრე, როდესაც ჩვენიდან თურქეთი დაიჭრებოდა თქვათ ავსტრიის ან ნებისმიერი ქვეყნის ევროპული ქვეყნის მიმართულებით, ჩვენ კი წერდით შიდა სატრანზიტო დოკუმენტს თქვათ. მაგრამ მაინც იქ უწევდა ამ ACTS-ის დეკლარაციის შევსება იმ ქვეყანაში. თქვა ძირითადად ხდებოდა თურქეთში ამის შევსება, იმიტომ რომ თურქეთი ყველაზე ახლო ACTS-ის წევრი ქვეყანა. იქ უწევდა ექაური ბროკერების, სხვადასხვა კომპანიების დაქირავება. ეს ACTS-ის დეკლარაცია იმით განსხვავდება, რომ გარანტიას დაქვემდებარებულია და აუცილებლად გარანტია უნდა დადოს ადამიანმა, რომ თურქეთი გადააბრძოლოს იმ ქვეყნების დანიშნულებით. ამას ყველაფერს აკეთებდა თურქეთი და თუ საზღვაო გზით იყო ან რუმინეთი ან ბულგარეთი შესაბამისად პირველი დამხები ქვეყნა. ძალიან დიდი ანუ სადაზღვეო თუ საბანკო ჩვენთან მოთხოვნა არ იყო ამ სერვისზე. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 5 მილიარდიანი წელიწადში, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ეხა ექსპორტზე ავამუშავეთ სავალდებულო და 1 ივლისიდან სატრანზიტო ამ მიმართულებით რაც გაივლის ყველასთვის იქნება სავალდებულო. ჩვენ თვლით რომ სადღაც 5-დან 7 მილიარდამდე დამატებითი ანუ რესურსი და პორტფელი შემოვიტანეთ აი ამ პროექტის დანერგვით სადაზღვეო და საბანკო სექტორისთვის თუნდაც დამატებით, რაზეც ადრე უნებრივია მოთხოვნა არ იყო, იმიტომ რომ ჩვენი გარანტია ის არავინ არ აღიარებდა და ეხლა ჩვენ დეკლარაციას და ჩვენ გარანტიას ამ ქვეყნებში ყველა აღიარებს და როგორც ევროკომისიამ გითხრა ნახევრად ხუმრობით, ამაზე მიერთებით პრაქტიკულად საბაჟო კუთხით ჩვენ გავხდით ევროპის გარე საზღვარი და პირველი კარიბჭე. ამით აქეთ ეს რაც ჩვენ ქვეყანას ყოველთვის უნდა რომ იყოს ჰაბი და მიმართულებით ბევრი ნაბიჯები გადადგას, აი ეს ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ასევე ჩვენ უკვე მოლაპარაკებები მიდის და აქტიურ ფაზაში ვიცით, რომ ჩვენ მეზობელი აზერბაიჯანის ძალიან დიდი
ფულს ხარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ჩვენი ქვეყანაც ამდერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და გადავწყვიტეთ, რომ ეს ინფრასტრუქტურების შეერთება და ამ კორიდორების შეერთება მოხდეს ერთობლივი გამშვები პუნქტით. ანუ რეალურად ერთ ჭერქვეშ ვიყოთ გარკვეულ ტერიტორიაზე ჩვენ და აზერბაიჯანელი კოლეგები და მართლაც ერთი გაჩერებული, მე კი სიტყვაზე ეხაც ერთი გაჩერების პრინციპით ვარ, მაგრამ იქ თუ ცალკე გაჩერდა იგივე კონტროლი გაიარა, მე შემოდის ჩემთან ისევ ჩერდება. აი იქ ვიქნებით ერთ შენობაში, ერთ ფანჯარასთან გაჩერების პრინციპით მიაწვევს თქვა აზერბაიჯანელ შესაბამის სტრუქტურის წარმომადგენელს საბუთებს, ის თავის პროცედურებს გაატარებს, გადმოცემს მე, და ეს გადმოცემა ამ ხელშეკრულებით უკვე იქნება საზღვრის კვეთა, მან დაასრულა პროცესი და ეს მანქანა ისე რო არ წავა, ზოგ გააგრძელებს გზას ქვეყნისთვის და ეს იქნება ერთ-ერთი უნიკალური და მართლაც სამაგალითო მაგალითი, როგორ შეიძლება ორმა მოძმე ქვეყანამ პრაქტიკულად პროცედურების ერთნაირად გააკეთოს. უმეტესი მადლობა ყურადღებისთვის და თქვენი კითხვა იყო თავიდან სანქციებთან დაკავშირებით მე მგონი სანქციები არის ჩვენი საბაჟო ადმინისტრაციისთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა. რეალურად მე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ არავინ არ ვიცოდით 2022 წელს რაც მოხდა, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. შესაბამისად ყოველთვის არის ხოლმე მინდა რომ ვისარგებლო მომენტით და ყოველთვის არის გაურკვევლობას იწვევდა ის, რომ თქვათ ერთი მხრივ ხელისუფლება ამბობდა, რომ ჩვენ ოფიციალურად არ უერთდებით ამ სანქციებს და მეორე მხრივ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ქვეყანა იცავს ამ სანქციებს და ჩვენი ქვეყანა არ გახდება ანუ ამ გზა გამოყენების სანქციებისგან თავის არიდების გამოყენების საშუალება. აი უფრო ადამიანურ ენაზე რო თქვა, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ევროპელმა თავის ღვინოზე დააწესა სანქცია ფრანგულ ღვინოზე ვარ მოხდეს რუსეთში, ჩემი ქვეყნის გავლით ეს ღვინო ვერ მოხდება, მაგრამ მე არ მივერთდი, იმიტომ რომ ჩემი ქართული საფერავი თუ ასე შემდეგ შეუფერხებლად კი ბატონო გავა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ასე შემდეგ. რაც არის დაწესებული პარტნიორი ქვეყნების მიერ, არც ტრანზიტით, არც რეექსპორტით, არც ექსპორტით და არც ერთი რეჟიმით ვერ გავა საქართველოს. ამას დაგჭირდა უამრავი შრომა, ყავს გადამზადებული ექსპერტები, ეს არის ძალიან რთული საქმე, მარტივი არ არის, ეს სანქციები თავისი დათქმები აქვს, ამ ყველაფერს ამის სწავლა, თარგმნა, პროგრამულად აწყობილ 17 რისკის პროფილი მუშაობს დღეს ჩვენთან საქართველოში ზუსტად ამ სანქციების და მართლა საამაყოა, რომ არც ერთ კომპეტენტურ ადამიანს არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია რეალურად გარდა გარკვეული ინსინუაციებისა და აი მიუხედავად რაღაც პოლიტიკური კონტექსტების საქმე, ამაზე მაინც ვერ ამბობენ, რომ აი თქვენ ეს გააკეთეთ. ან დადასტურებულად, ან ისე მილიონი შეხვედრა ქონდა ძალიან მაღალ დონეზეც, მათ შორის ამერიკის, ევროპის ამ სანქციების კოორდინატორებთან და მათთანაც მხოლოდ მადლობები მიგვიღია და შესაბამისად მზარმაზარი შრომა ამაში ჩადებული და მინდა ყველას ამ ჩართულ ადამიანებს ყველას მართლა დიდი მადლობა მოვუხადო და მანაც შემოსავლების სამსახურს, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახური და საბაჟო კვლავ გააგრძელებს საგანიშნულო მუშაობას, თუმცა ბიზნესის ალბათ პასუხისმგებლობაც არის და ორმხრივია ეს, ახლა ჩვენ როგორც ბატონო მარიოვანმა თქვა, ჩვენთან ურთიერთობა მარტივია, მაგრამ ბიზნესმაც თავის პასუხისმგებლობები უნდა იყოს მარტო ჩვენც ყველაფერს ვერ ვიზევთ და ალბათ ერთად უნდა ამ ქვეყანას ეს ფრაგი განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, მარტო პერსპექტივა კი არ იყოს რეალური. ეს ერთად მუშაობთ ამისთვის. მადლობა. შუადერ რეფერენდუმ ხელა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს გარდა ეკონომიკური ნაწილისა შუადერ რეფერენდუმის საფრთხოდ ბევრი საქართველოს მოქალაქეთან განსხვავებით აზერბაიჯანის პრეზიდენტიც კი ფიქრობს, რომ საქართველოს გარშე წარმოუდგენელია შუადერ რეფერენდუმის არსება. ამ დროს ყოველთვის კიდევ პერიოდიდან როცა ლაპარაკი იყო ტრასეკას თემაზე, სულ პრობლემა იყო საბაჟოზე და თავად გამოწვევა შუადერეთის ერთ-ერთი კონკურენტული ნაკლი, ასე რომ ვთქვათ, იყო რამოდენიმე ქვეყნის კვეთა და მათ შორის როგორ იქნებოდა აქ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კი პროცედურების ჰარმონიზაცია. კი ბატონო, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი. მართლაც кейსი, რომელიც ალბათ ისეთი, ნამდვილად ორივე ქვეყნისთვის ისეთი საექსპორტო სერვისი იქნება, სამომავლო სხვა ქვეყნების
ნაწილში და მადლობა ასევე ძალიან გასაგებად ახსნისთვის, როცა ვსაუბრობთ თავის არიდების ნაწილზე, რაც ჩემი კითხვა იყო სანქციებთან დაკავშირებული ნაწილის. ღვინო ისე ძალიან კარგი მაგალითია, ფრანგულ ღვინოს და იტალიურ ღვინოს ბალტიისპირეთის ქვეყნები გაცილებით კარგად ყიდიან, ართმევდა საქართველოსთან. გვერდის ამ ნაწილში ჩვენ ეს ოფიციალურად მანდ საინტერესო ის არის, რომ თვითონ ევროპელებსაც და სანქციის დამწესებლებსაც რატომღაც აქვს 300 ევროზე მეტი ღირებულების ერთი ბოთლის მასზე დაწესებულის. ეგ არის მთელი მის რა ვიცი 1% და დარწმუნებული ვარ რუსეთში ვისაც ეგ 300 ევროიან ღვინოს სვავს ის ესაც ჩვენურად მიირთმევს რომელნაირად ჩვეულებრივ ღვინოზე არ არის ჟურნალისტებს და ჯურნალმა ღვინო მედიაში აქედანაც შეიძლება გაიგოს რომ არ არის სანქცია. ყოველთვის გუნიათ ხოლმე სანქცირებული მე დეტალებში არავინ არ შედის და ჩვენ სულ ვიწევს ამაზე რეალური კომპეტენტური პასუხი. დიდი მადლობა. ისე როგორც ძალიან სასიამოვნოა ევროპის გარე კარიბჭის ნაწილი ეს ისე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მართლაც. კიდე მე ვფიქრობ რომ ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია რო გვერდზე გადავიდეთ კიდევ ერთხელ ჩანს რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენ ქვეყანას ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ევროპისთვის ბუნებრივია რომ ბატონმა ორბანმა ახსნა სანამ ევროკავშირის წევრები ვიქნებით, მანამდე ვიქნებით ბრიტანეთში ვით ამ შემთხვევაში და ბევრ რამეს შევატოვებთ დარწმუნებული ვარ რისკებს რომელიც შეიძლება ევროპისთვის მიდიოდეს დანარჩენი ქვეყნებიდან. უკეთ სახელმწიფო სექტორის ძირითად ნაწილი ვისაუბრეთ ჩვენ ამ შემთხვევაში და ბუნებრივია კერძო სექტორი ჩავთოთ დისკუსიაში ბატონ ირაკლი ახაძეს მინდა თხოვო ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლი ჩვენი ბიზნეს წრეებისგან კიდევ უფრო მეტად განორჩეულია მისი ძალიან ესეთი ფართო საუბრით და ძალიან ღია საუბრით თემის საკითხებზე, სადაც კრიტიკა ბატონი ირაკლის გაყოლთვის ისმეთ ხოლმე ამ ნაწილს, თუნდაც ეს ეხებოდეს სახელმწიფო უწყებებს და სადაც ასე ვთქვათ აზრია გამოსათქმელი პოზიციები დასაცავი ერთ-ერთი პირველი სწორედ ბატონი ირაკლისგან გვხვდება ხოლმე ეს ნაწილი. ბატონი ირაკლი რამოდენიმე სფეროში საქმეა ხელმისაწვდომი ჯგუფის სახელმწიფო ჰანიბალ პარტნერსის სახელით გვემზადებით ამ ფუძნებელი ამ წლების განმავლობაში მოგიწიათ უამრავი შეხება, მათ შორის სხვადასხვა თავრობასთან და სხვადასხვა პოლიტიკური ტურბულენცია ვნახეთ, ძალიან მძიმე ნაწილი რომელიც თქვენ თავზეს პირადად გადაიტანეთ ეს პარტნიორებზეც და გარდა კიდევ ერთხელ ზოგადად ნაწილს, რაზეც თქვენ მეგრულ ყურადღებას გაამახვილებთ, რადიოეკონომიკური განვითარებაზე აუცილებლად მინდა გკითხოთ ერთი სახელმწიფო სექტორის პოზიცია, რომელიც თქვენ აუცილებლად მინდა გკითხოთ ხელისუფლება და ბიზნესის კომუნიკაციაზე და რამდენად აუცილებელი საჭიროა და რამდენად ხშირად უნდა ხდებოდეს ხელისუფლება და ბიზნესის კომუნიკაცია, რომ ერთის მხრივ ხელისუფლება არ ჩავარდეს მუდმივ ხილში, რომ ყველაფერი რასაც აკეთებს სწორია, მაგრამ მეორეს მხრივ ბიზნეს არ კონდეს ის მომენტი, რომ რადგან ჩვენ ვიხდით გადასახადოს, ცოტა მოგვისმენია ასეთი შეფასებებით, სხვადასხვა პირები ჩვენ ვიხდით გადასახადოს, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის. აი სად არის ხოლმე კონკრეტულობის ძებნის ნაწილი. ბატონო. მადლობა გამარჯვებათ. ძალიან თვითონ კითხვა ახლა ამაზე ბევრი შეიძლება ლაპარაკი და ბევრი სხვა საკითხით. მეგობრებო შეიძლება გავაგზავნო არის ლაპარაკობთ. ხელისუფლება ბიზნეს კომუნიკაცია რაღაცა მოშ ყოველდღიურია დღეს გადავხდები თუ ხარ ყოველდღიური მუდმივი კომუნიკაცია გაქვს საშემოსავლო სამსახურთან. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე რომ აი თქვა სიტყვაზე პრემიერთან იკრიბება ბიზნესი ეს როგორც ეს ხდება როცა რაღაცა ხდება ქვეყანაში როცა ორი მაქსი ბოლოდ მის განმავლობაში კაიხის განმავლობაში როცა ესე ძალიან დიდ ოთახში ბევრი ბიზნეს წარმომადგენელი შეიძლება პრემიერები ერთი იყო როცა პანდემია გამოდიოდი და სადაც ამშობლო ცვლილებები ხდებოდა და ძალიან საინტერესო იყო ის და მეორე იყო აი ახლა არჩევნების მერე და ეს გამოსვლები და ყველა ვიგზეით ეს ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება აგეთ ისე ადამიანებია ძალიან მნიშვნელოვანი რაც ხდება და თან კიდე რა თქმა უნდა ბიზნეს კუთხიდან ძალიან საკმაოდ ძალიან დიდი გავლენა ქონდა როგორ შევხედავთ მომავალს რაღაც გავაკეთეთ და გავაკეთეთ და ამიტომ ამაზეც იყო შეხედა მე მგონია რომ ეს საკმაოდ არანაირი რაღაც განსაკუთრებული სახელმწიფოსთან მუდმივ დიალოგში ყოფნა არაფერი პოზიტივი არ არის თუ საჭირო უნდა გააკეთო მაგრამ ვიტყვი იმას რომ ისო ჩვენ ცოტა შეხება გვაქვს და აი ძალიან ბევრხაც აღჯერა რამდენად პატარა შეხება მე მაგალითად სახელმწიფო სტრუქტურებთან
და ეს არის დამსახურება სახელმწიფო სტრუქტურების. იმიტომ რომ სიტყვაზე ჩვენი საკადროს სისტემა არის საკმაოდ მარტივი. იმდენად რომ მე თუ საბანკო სფეროს არ ეხება ეს, მაგრამ მე თუ დივიდენდს არ ვარიგებ, რაღაცას არ ვიხდი. რაც ნიშნავს ეს, რომ ფაქტიურად სახელმწიფო ჩემი თანაპარტნიორი ხდება რაღაც ამაში. ანუ ის ნაწილი სიტყვაზე 20% ხო ამათ ეკუთვნის სახელმწიფოს ეკუთვნის საშემოსავლოს. საშემოსავლო იგი და სახელმწიფო გეუბნება, რომ შენ თუ სახში ამიღებ, შენ თუ პოპული მეც აწავებ სახში პოპული და გააგრძელე განვითარება შენი ბიზნესის, რაც ნიშნავს რომ გააგრძელე ჩემი ეკონომიკის განვითარება, ჩემი ქვეყნის განვითარება და მე შემოყვები ამ განვითარებაში ჩემი წილი კაპიტალი რეალური პარტნიორი ხდება რაღაც ამბავში რა. ანუ თავის ფულს შემოიტანე ჩემ ფულთან ერთად და მე რომ გაიზრდება ეს, მე გავიტან უფრო მეც. ეს არის როგორც ვთქვა, ეს ძალიან მარტივი. ის რომ მე მაგალითად ეს ბიუჯეტებს გავდივარ დეღიგის დაბრუნება ავტომატურად წერია, ესე არ იყო, იმიტომ დეღიგის დაბრუნება თუ არა, არავის არ იცოდი და ეხლა ფაქტიურად ესე გადიხარ, არის დეღიგი დასაბრუნებელი, ეს დეღიგი დაბრუნდება. ეს არის წარმოდგენი დოგის, ხო ფიქრობს ხო შენ აქ არ მიფიქრი, მაგრამ ამას ვფიქრობდი, ამ ხელა ეს არის, რომ რაღაცა ის გავდიარი, დეღი მოვა, აბა რა მოვა და მოდის. ანუ არა გაქვს შეიძლება. და მithumets არა გაქვს შეიძლება, რომ იქ რომ მივიდე რაღაცა მეკითხო, არ გამიშვა მიერისაბანოში და არ დამიჭირდა კიდე რაღაცა მომენტები სახე. რაც იყო ჩვენი სინამდვილე რაღაც ცოტა ხნის ახალგაზრდების ხელში არ გახსოვთ, მაგრამ იმ კაბინეტებში ხალხი ვიჩის და ყველა ეს საერთო ხალხი იყო. იმადა შეხება იყო და უკვე ცუდი იყო. ანუ პროკურატურაში დაგიბარებდნენ თუ იქ არ განსხვავება არ იყო. დაახლოებით იგივე სადამსჯელო რაზმის სხვადასხვა ნაწილები იყო გადანაწილებული სხვადასხვა კაბინეტებში. ხო, ამიტომ ეს უზარმაზარი თვითონ არაფერს არ ვაგობ, მაგრამ ესე იყო. და ისო არ არის ამდენი სუდო რომ გადაგებდეს რაღაც ამათყობა და აღარ გახსოვს, მაგრამ ეს იყო და ეს არ უნდა დავიწყდეს, უნდა დავაფასოთ. ავიცი ამ გავგზელო როგორი მე მინდა ცოტა ვილაპარაკო, მე თვითონ ვარ ეს ინვესტიციების კომპანიის დამფუძნებელი და ჩემი კომპანია აწარმოებს კერძო ინვესტიციებს. ასე ნიშნავს, რომ მე ვყიდულობ კომპანიებზე, ვყიდით რაღაცა დრო ვაჩერებ, მე ვყიდით, მე ვყიდულობ ამ პროცესში ვარ და ამას ვაკეთებ 90 წლების ბოლოდან. ანუ ძალიან ბევრი გამიმართლა, ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო კომპანიაში მივიღე მონაწილეობა სამი თაურების განმავლობაში ფაქტობრივად შევადენის თაურიდან დავიწყე და მე საკავშირის თაურობა და ეხლა ამ თაურობაში. მე ვიტყოდიო დღეს და საქართველოს ხდებოდა, როცა მე ჩვენ დავიწყეთ, ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყანაში ვაბანდებდით, სხვადასხვა ფულს მართავდით, ამერიკული ფული ქონდა, მე რაღაც ბადე გაჩვრის ფული. და ამას ვაბანდებდით ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, ამერიკაში. დღეს მე ძირითადად კონცენტრირებული ვარ საქართველოს. სახელმწიფო გარეთ მარტივი და საქართველოს. რატო? იმიტომ ორი მიზეზის გამო ალბათ უნდა მეტყველოთ. ერთი ძალიან კარგი გარემო არის აქ ინვესტიციების გასაკეთებლად. და ასე გულისხმობ ამაში რაღაცები ვილაპარაკეთ, თქვა იგივე რომ გამარტივებული ჩვენ არის ინდექსი ესეთი ადვილი რაღაც ბიზნეს კეთების სიადვილის ინდექსი რომ ალბათ გულთაგნო. რაც ნიშნავს რომ ქვეყნებს ადარებს ადარი ადვილი ბიზნეს კეთება. ძალიან ბევრი სხვა კრიტერიუმი და ეს ინდექსი ძალიან საინტერესოა, იმიტომ ჩვენ თუ ვახსოვთ. ანუ ძალიან ბევრი ხალხს მისდის სხვა ქვეყანაში და ჩვენ ვახსოვთ ის ხალხი, რომლებიც რომელიც მართლა პროექტს შეხება. და სხვა კრიტერიუმს მიხედვით ჩვენ საუკეთესო 10-ში შევდიოდით წლების განმავლობაში. მე უბრალოდ რატომაც ეს ინდექსი გააუქმეს, მაგრამ ჩამოვედი და 5-6-ზე ჩამოვედი და მე გააუქმეს, რატომაც აღარ თვლიან. რაც თავისთავად გიჩვენებს, რომ ადვილია კომპანიის გახსნა დახურვა, საგადასახადო სისტემა, ურთიერთობა სახელმწიფოსთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. ჩვენ ძალიან დაცულები. ანუ ბიზნესი არის დაცული. მე მივაჩერე ბიზნესი დაცული ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ისო ჩვენთან ძალიან დამოუკიდებელი მედია არის. 10 დღით ჭირდება ტელევიზია გახსნა. და ისიც გაცხადებული შეიძლება თუ რა უნდა დაელოდო იქნება გითხრა რომ გახსენდება. 10 დღის მერე შეიძლება გახსნა, ამიტომ ჩვენ უამრავი ინტერნეტ პლატფორმა, ტელევიზიები, აქეთ-ხარ და ეს მიმოჩება არის ერთ-ერთი წინაპირობა ბევრი სხვა რაღაც სიკეთის და ერთ-ერთი სიკეთი არის რომ ბიზნესი დაცული და არა მარტო ბიზნესი, ადამიანის დაცულია ყველაფერი რაღაც იმის ამის ერთიანობის ნაწილია. ჩვენ ძალიან მაღლა კორუფციის ინდექსი, რომელსაც გამჭვირვალე საქართველოს ზომავს, სხვა რაღაცების გამო არ უყურებთ, არ ვიცი ის გამო, მაგრამ რასაც ზომავდა ის გამო საერთოდ ჩამოყალიბდა და რაც დააფიქსირეს, მარტო ამის გამოშვება საქართველოში ძალიან მაგრა.
იმიტომ რომ ბევრი ევროკავშირის ქვეყნების წინ ვართ კორუფცია და ამაზეც მე თუ მკითხავთ, აი ეს დამოუკიდებელი მედია რო გვაქვს და დემოკრატიის ინდექსზე საკმაოდ მაღლა ჩაშა თუ ახსნები, მე ვიყავ მეგობრ Freedom House-მა, ჩვენ ვიყავთ ერთ-ერთი მწვანე ქვეყანა, მწვანე ყველაზე მაღალი დონის დემოკრატია. ის დამხელოთ რომ ამავე დროს თათხავდნენ გლანძღავდნენ რომ რაღაც საშლელი ავტოკრატია გვაქვს, Freedom House-მა დადო რომ თუ ატლანტის თავს რაღაც დადო რომ ჩვენ ვართ აბსოლუტური დემოკრატია, აბსოლუტური თავისუფლება. ერთ-ერთი მწვანე, აი შეკითხეთ სადაც ზევით. ნორვეგია რაღაცა მწვანეები ხო მე ყველაფერი შავდებოდა თუ რაღაც ყავისფერდებოდა და ბოლოს ჩვენ ვიყავთ ერთ-ერთი და ეს ყველაფერი ყავისფერი. ხო ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა უყურებ ქვეყანაში დააბანდა თუ არა. ამიტომ გარემო გვაქვს აი ხომ ძალიან ბევრი შემიძლია ველაპარაკო, მაგრამ ასევე გვაქვს ძალიან კაი შესაძლებლობები. მე მიმაჩნია რომ ძალიან კაი შესაძლებლობები აქვს საქართველოს ბიზნეს კეთების. საიდან მოდის ეს? ჯერეთი ისო ჩვენ არ ვართ ნავთობი, გაზი და რაღაც ესეთი ბუნებრივი რესურსები დაფუძნებული რაღაც სიმდიდრე, მე მიმაჩნია ძალიან დიდი პლუსი, თუ რამე არ გააკეთა სიმდიდრის და აქედან მოავლენიან ძალაუფლების კონცენტრაცია რაღაც ერთ ჯგუფში და ერთხელში და საკმაოდ განვითარებული ეკონომიკა გვაქვს, სხვა მიმართულებით ხო თქვენ ჩემზე გადათიც. ჩვენ გვაქვს აი ეს ჩვენი მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ვართ გამტარი ჩრდილო-დასავლეთის და ბოდიში აღმოსავლეთ-დასავლეთზე ჩრდილო-სამხრეთის უნდა ვიყოთ უფრო მეტად, მაგრამ ვარ და აქ ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება და მე ძალიან დიდი ვიტუყურებ. აქ ყველაფერი იხადა, შემოვედით, თვითმფრინავი იყო, გემი, მატარებელი და აი ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. ეს ყველაფერი გავითარდება, ესევე გავითარდება, ესე იგი მისცემენ ბიც უამრავ სხვა რაღაცის მათგან გამონთარებისას ტერმინალების საწყობების და უამრავ სხვა რაღაცა. ეს არის ჩემს შეხედვით თავი მიმართულება, რასაც უყურებთ. მე მაგალითად დღეს ყველა მეკითხება იმას კიდით რა ქვია Liberty Bank-ს, ხო, ნუ ყველა ბიზნესი ვიყიდით ყოველთვის. მაგრამ ამავე დროს ამოდენ ბიზნესში ამაში დაბანდებას ვაპირებდი, ამიტომ ერთდროულად რაღაცას ვყიდით, მაგრამ რაღაცაში შევალ. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვაქვს 26,000 მდინარე და ყველაზე მაღალი მთები ევროპაში. ეს ნიშნავს უზარმაზარ პოტენციალს ჰიდროელექტროსადგურებისთვის. ჰიდროელექტროსადგურები არის მწვანე ენერგია. მწვანე ენერგია დღეს როცა ევროპაში უზარმაზარი გადასახადები შემოაქვთ 40%-მდე ამ რა ქვია კარბონის გამოქვევაზე, ჩვენ შეიძლება ისეთი ინდუსტრიები მოვიზიდოთ, აქ ცხოვრებაში თავ შემოგვიმდოდა. როცა ალუმინის ინდუსტრია ასუსად ამის გამო, რომ ჰიდროელექტროსადგურები და რა ქვია რაღაც მიწიდან სამოცა ქვია ცხელი წყალი იმაზე აწყობილი. დენი ახან იყო და ესე მწვანეა ყველაფერი. მთელი ალუმინის ინდუსტრიის უდიდესი ნაწილი გადავიდა იქ და გახდა უდიდესი ქვეყანა. ისლანდია, აი, რამოდენ ჩვენ გვაქვს ეს წარმოუდგენელი პოტენციალი. ჩვენ დღესაც კი არის ჩვენ იმაში, რა ქვია, ქსელში, ქვეყნის ქსელში 80% გვაქვს მწვანე დენი და ეს შიგნით წარანა ვიცით. ქვეყანაში, საქართველოს ვართ მესამე მსოფლიოში, მეგობრ ნორვეგიის და ბრაზილიის მე, თუმცა ისიები ვარ, ხო ჩვენ გავწევიათ, იმიტომ რომ ამის აფშილებას მაგზიმალურად არ ვაკეთებ, თუმცა ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. ნორვეგია რაღაცა მაშინ ნორვეგია გახდა იმანა 1650 ჰიდროელექტროსადგური და აქედან 1050 რეზერვუარია და ჩვენ მეცეთ ვერ ავაჩენთ ჯერჯერობით, მაგრამ ეს ავაჩენთ და ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც აქვს საქართველოს ასევე ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა ჩვენ დიდდებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ შეუდარებლად დიდდებით, რა ქვია, ის მაშინ როცა თქვა ევროკავშირი სიტყვა აბსოლუტურად სტაგნირებული იყო 2008 წლიდან, ჩვენ 100% გავიზარდეთ რამოდენიმე წლის განმავლობაში და მე ლაპარაკობ დოლარში, ლარში ბევრი დიდის დაკოლა ჩვენ თუნდაც უტრინოც ხოლმე მიდგომა რომ ლარი გვინდოდა რომ ძალიან დაგვესუსტებინა და ამიტომ დოლარში არ ვიზრდებოდა რაღაც განმავლობაში. თუმცა ეკონომიკა იზრდება, ხალხი დიდდება, ამ სიმდიდრეს თქვენ ხედავთ ალბათ. უამრავ ახალ მანქანაში, ქუჩაში, უამრავ ამ შენელობაში შენობა ხო არ მიდის ორ ადამიანს სამთა ეს არის უცებ ისო ახალი ოჯახები შედიან ამ ბინებში, აქვს საშუალება რომ აიღონ ცეცხლი იყიდონ, გამოდებით და მე იმუშაობ სადაც და ეს გადაიხადა. ეს ასევე იძლევა სხვა ბიზნესების განვითარების საშუალებას, ეს სიმდიდრე გაძლევს იმის საშუალებას, რაღაც ახალი და ახალი რაღაცების შესთავაზო ამ ხალხს. ამიტომ რაღაც მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენ ქვეყანას. ერთი თუ გამიგზავნე ხა. ჩვენთან არ შემოდის უცხოური ფული. არავითარ დასავლეთ, საერთოდ ძალიან ცოტა უცხოური ფული შემოდის. ჩვენ თუ შეხედოთ, თქვა, უცხოური ინვესტიციების
უცხოურ ინვესტიციებში და ეს მზდადია საკმაოდ. ეს არ არის უცხოური ინვესტიციები რეალურად. ეს არის ჩვენ ის კომპანიები, რომლებიც დაფუძნებულები ვართ საქართველოს გარეთ. მაგალითად, ჩემი ყველა კომპანია ან ნიდერლანდებში დაფუძნებული, ან ამერიკაში. და ამიტომ ითვლება, რომ ეს არის უცხოური კომპანია და თუ დივიდენდი არ გავიტანე და ფული ჩარჩა აქ, ითვლება, რომ უცხოური ინვესტიცია მოხდა. ყველაზე დიდი ინვესტორები მე მგონი ინგლისი იყოს, რატომ? იმიტომ საქართველოს ბანკი და TBC არიან ინგლისში დარეგისტრირებული. ინგლისში დარეგისტრირებული, მაქტიკომ ამერიკაშია დარეგისტრირებული ჩვენთან, ჩვენი ჰაიდელბერგი ნიდერლანდებში და რატო არ შემოდიან? ეს არის რაღაცა ჩემთვის კარგია, ხა მე აქვე და არ შემოდიან, იმიტომ რომ მე კონკურენცია ნაკლები მაქვს და რაღაც ამბავში საქართველოს ზემოგება არის. ის ხალხი ვინც აქ ვაბანდებთ, ზემოგება გვაქვს, იმიტომ რომ კონკურენცია არ აქვს კაპიტალის, შემოვიდნენ და იგივე ინდუსტრიის დაბანდება გადაწყვეტა, მაგრამ ქვეყნის არ არის, რა თქმა უნდა. არ შემოდიან თუმცა ორი მიზეზიდან. ერთი მიზეზი ყოველთვის იყო და რთული გადასაწყვეტია, თუმცა გადასაწყვეტადია. არის ისო 3.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რატო დავაბანდო პაგარ ქვეყანაში, სადაც გავიზრდები მე, სადაც წავიდე ჩემი უზბეკეთს წავიდე, სადაც 35 მილიონი ცხოვრობს, ან კიდევ უფრო დიდ ქვეყანაში საერთოდ. ეს არის მოვლადი ალბათ, იმიტომ ჩვენ სოხება აზერბაიჯანელებმა უნდა რაღაცა გავაერთიანო და ეს ძალიან კაი ნაბიჯებია თქვენს ძალები და რაღაც ღია სივრცეები შექმნა, სადაც თუ სოხეთს დააბანდე საქართველოს შეგიძლია შენ ბაზად განიხილო და პირიქით. ეს არის ერთი გზა და მეორე არის ისო წარმოუდგენლად ნეგატიური ინფორმაცია გადის საქართველოსთან, საქართველოსში რა ხდება საერთოდ, მაგრამ ასევე რა ხდება ბიზნესში. ჩამოიქცევა ეკონომიკა, მეგონი ამას ჩამოიქცევა ეკონომიკა, აქ არის წარმოუდგენლად ციხეებში ქვით ხალხს ტანჯავთ, ვაწამებთ, რომ აქ უნდა დააბანდო, ჩვენ მთელი აზიის განვითარების ბანკს ჰქონდა ამ სასწაულს ხალხის კონფერენცია, სადაც მიუვარდა დემონსტრანტები და უყურებდი რატო ჩამოხვედი წართ სახში და ხო, ამაში. ამიტომ ის რომ გარეთ გადის, მე თვითონ ვიცი რომ მე სიტყვაზე ეხლა ვიღაცას ველაპარაკებით ლიბერტბანკის გაყიდვაზე. მაგრამ ველაპარაკებული ძალიან დიდ ევროპულ ბანკს, რომელიც მე თუ მკითხავ, უკვე კაი იქნებოდა საქართველოს შემოსულიყო, რომელიც რაღაც ეგჟედიდე ყველა სხვა ბანკი გაგვაერთიანებდა საქართველოში იმასთან მიმართებით. ეს ძალიან კაი იქნებოდა. გავიდნენ იმი და შეგვიწყვიტა ძალიან აინტერესებდა. ძალიან აინტერესებდა ჩვენ კიდე ერთი ბანკი ველაპარაკებთ. გავიდნენ იმიტომ რომ ძალიან ღია გითხეს რომ ვერ გავბედათ, იმიტომ რომ მართლა ჯერ შეიძლება რაღაც ეხლა რამდენჯერმე იყო ჩამოსული და ძალიან უკუცხო რომ ჩამოდის ვიღაც ყველას უკუცხო ეს როგორ არ შეესაბამება იმ სურათს რომელსაც იქ ხატავ ჩვენი რაღაც ნაწილი ჩვენი საზოგადოების. და თქვენს რომ მე კი მესმის რომ შეიძლება ეს ყველაფერი თვითონ გამოწვეულია, მაგრამ მე ამას ვერ გავბედავ. იმიტომ დიდ ორგანიზაციებში, კომპანიებში უმეტესობა ხალხი არ არის ფლობელია, იმას შეიძლება სამსახური დაკარგოს, ის მაინც რაღაც ამბავს, კაი ამბავს ბიუროკრატია და ამიტომ იმიტომ მე ვერ გავბედავ, მე რაღაცა ისე რო წავიდი, სხვა მიზნებია, მე თვითონ შეხوار გააფრინე, როდის საходი საქართველოს ნახე რა ხდებოდა, ხო? ეს არის ძალიან დამანგრეველი, ხა, აი ეს ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც სწორედ ჩვენ ქვეყანას მიზანმიმართულად ამაში პოლიტიკას ხედავთ, რა თქმა უნდა, რომ არ მოხდეთ კანდიდატობა ვიზები შეგვიჩერეთ ეს გარეთ, მაგრამ ესევე მიზანმიმართულად ხდება ეკონომიკაში. რა ხდება ეკონომიკაში იციან, რომ ეკონომიკის დანგრევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეკონომიკა დაგვინგრიეს, მაშინ ბევრ ადვილი იქნება მე პოლიტიკური ცვლილებების გატარება და მოთხოვნა, იმიტომ რომ მაგალითად ამერიკაში სიტყვაზე რო შეხედოთ ძალიან დიდი ხნის სტატისტიკას, პრეზიდენტი რომელიც იჯდა, პრეზიდენტი იყო და ეკონომიკა ვითარდებოდა, ადიოდა ზევით იზრდებოდა, არის აწაუგია და ყოველთვის მეორე იმაში იჩერდა. იმიტომ რომ ხალხს არ უყვარს ესე კარგად ცხოვრება, ეკონომიკა ვითარდება, როდესაც აცვლიან მმართველებს და ესეც ხო ესმით, ამიტომ კიდე მიზანმიმართულად ხდება ჩვენი ეკონომიკის დანგრევა. მადლობა ღმერთს რომ კარგად ვიდეო და გავანთავებ, იმიტომ World Bank, სოფიო ბანკის შეფასებით, რომელიც უკვე 5 გასულ წელს და 5 შემდეგ წელს ვარ მეორე ადგილას სოფლიოში, ანუ 200 ქვეყანა დაახლოებით სოფლიოში და საქართველოს არის მეორე ადგილას ზრდის ტემპით, რაც არის ძალიან კარგი და ამიტომ კაია ინვესტიციების გაკეთება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ამას მომოვდი დასაწყისში, ბატონო ირაკლი ყოველთვის ისეთი აქტიური გახსნის საუბარი, მარტივიანით საუბარი, რომელიც გვიწევს ხოლმე აგერ ამბიცია მაქვს რომ ეკონომიკურ ჟურნალისტიკაში გადავიდასო სახელმწიფო სექტორში, მაგრამ მაინც ეს მარტივიანა არ გამოვდის, ასე ვთქვათ, მარტივად გასაგებ ენაზე ეს ნაწილი ვისაუბროთ და ეკონომიკური დეзинფორმაცია, რაზეც ვსაუბრობთ, რა ინფორმაციაც გადის აქედან. ხო, მინდა გავუვისწროთ, მინდა გავიხსენოთ, უბრალოდ გონახსენებთ ლონდონის საფონდო ბირჟა და ქართული კომპანია, ორი ჩვენი გიგანტი ბანკი და ჯიკაპი წარმოდგენენ. მე მახსოვს მაისში გასულ წელს, სხვა შორის ამას გავაკეთეთ მთელი
მიმოხილვა დეტალური თავის განცხადებებით, რაც იყო მაისში იყო მთელი გასული წლის მაისში იყო მთელი შეტევა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ლონდონის საფონდო ბიძა ჩამოიქცევა, მახსოვს ერთ-ერთი ახლა როგორ თქვა იმ ტელეკომპანიაზე რომ შეკვეთილი იყო საზღვარგარეთ, მაგრამ ყოველთვის რაღაცაერად დამობირებული ეთერი, სადაც საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია, იმ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ნახეთ დიდი ტურბულენციური ვარდნა ქართული კომპანიების აქციების. მეორე შეტევა იყო ნოემბერში, უფრო მოკლედ რომ მოუყვია ამ თემას, ნოემბერში იყო მოკლე შეტევა, ესეც ნახეთ, მაგრამ აი ჩვენ ეს დიაგრამა კლient გავარჩიეთ, ბუნებრივად თავდამოდი. აქ ზუსტად ერთის თავზე 16 მაისიდან 11 მაისამდე გავაკეთეთ, 16 მაისს იყო სარეკორდო მაჩვენებელი ქართული კომპანიების, რაც კი გასულან, არა ერთი წლის ბოლო ერთი წლის მაჩვენებელი ხარ, რაც კი გასულან ლონდონის საფონდო ბიძაზე იმ დღიდან დღეს 16 მაისამდე ვინდა 16 ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღარ ახსოვს ახლა ეს ნაწილი რომ რა შეტევა ხდებოდა და ეს ხდება ყველგან რაც ბატონი ირაკლიაოს ახლა ჩემი თვალით როცა მენახა შეიძლება იფიქრო აი ვისე საუბრებოდა რომ არ დაიჯერეს მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით ლონდონის საფონდო ბიძას საქართველოს საერთო ფორუმი სადაც გავმართეთ აი რამდენიმე ერთი თვე არ არის გასული ხო და იგი ხედავთ აი განწყობებს აი ამ ეჭვნარევ საუბრებს კი ესე ლაპარაკობთ აი მთელი ქართული ბიზნესი იყო წარმოდგენილი მთელი ქართული ბიზნესი თავის ბიზნესს აქვს მაგრამ ეს ეჭვნარევი კითხვები ეჭვნარევი საუბარი რაც ძალიან სამწუხარო და თქვენ ახსენეთ მედიის როლი ასე თავისუფალი მედიის როლი აი მართლაც შეუძლებელია რომ ეს თავისუფალი მედიის როლი არ დავნახოთ და თქვენ არ იტყვით მე ვიტყვი ის ახლა იმედის ნაწილზე არის ხოლმე საუბარი კიდევ რაღაცა იმედი პრივილეგიები აი რამოდენიმე შაქშენ პანელის შემოხდა და აქ თვითონ კომუნიკაციების კომისიის წერილია ვაგრა ჩემ თანამშრომელი ამოიტანა და სულ მეგონა რაღაცაზე მაჯარიმებდნენ და იყო ბროშურა წლიური ბროშურა იყო სინამდვილეში ახლა რატომ მეგონა რომ მაჯარიმებდნენ თითქოს ახლა იმედზე რომ ხარ არ უნდა დაგაჯარიმო აი გეუბნებით მე ჩემი ბიზნეს გადაცემა ხო ბიზნეს რუბრიკა პროსტულად ხო აი გეუბნებით კოკა-კოლა ვერ თუ წყალი ბაკურიას ვერ გააჭაყნებ ასე თქვა და ჯემალ ინაიშვილი ჯემალ ინაიშვილი ახლა თბილისის დრაიპორტი გაიხსნა და ჯემალ ინაიშვილი ყო და სულთა იმაზე რომ დრაიპორტი კი ელაპარაკა სტრატეგიულ მდებარეობაზე ელაპარაკა და ვერ დავაწერეთ დრაიპორტის ხელმძღვანელი დავაწერეთ ბიზნესმენი ზუსტად იმიტომ რომ კომუნიკაციების კომისია მოვიდა დაგაჯა ეხლა ეს კარგია ცუდია მეორე ამბავი მაგრამ ისევე თანაბრად აჯარი ეხლა რომ არც ატეხილი ამბავი ისევე თანაბრად აჯარიმს ჩვენ ვერ დავაწერეთ ფერი წესდება ამოვიღე და ის გაუგზავნე მარკეტინგის სამსახურის კოტე ბათმანს რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახლა აღარ არის მაგრამ იყო გია ხუბოასთვის დამეწერა რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი ხუბო არ მომეწვია მხოლოდ ეთერში იმიტომ რომ გვეშინია უწყალში აგარის უწევთ კომუნიკაციების კომისიასთან როცა არის ლაპარაკი რაღაც დიაზე ზეწოლა თანაბრად გვაჯარი იდა მაგრამ ამიტომ თავისუფალი მედიის როლი მართლაც ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ და ნუცაჟღებთან მინდა გადავიდე შემდგომი სიტყვის თხოვნით ხვალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ამის შესახებ ვისაუბრეთ და მით უმეტეს როდესაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი გვესწრება საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ძალიან საინტერესოა სპეციალური ეკონომიკური ზონები ამ შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ხვალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენად მნიშვნელოვანია იგივე ბიზნესის როცა განვითარების მართლობ დრანაცის რამდენად უფრო მიმზიდველს ხდის მაგალითად საინვესტიციო გარემოს იმიტომ ბატონო აირეკლიმაც წაუბროთ ხელისუფლებას ისედაც ძალიან ლიბერალური საგანასახადო პოლიტიკა აქვს ეს უნდა გამოვიყენო რას თქვით რომ ხელისუფლება შედის წინში ბიზნესთან როდესაც არ იღებს ასე ვთქვათ აი ამ ნაწილს დივიდენდის გაცემამდე ასე რომ ინვესტირება თავისუფალი ხო მომწონს ფაქტობრივად ეს და მიუხედავად ამისა რა განსაკუთრებულად გამოირჩევა რა გამოაქვს ყოველთვის სად ეხა თქვენ მაგალითზე სულ უფრო მეტად რომ ეს ნაწილი მოვისმინოთ თუ შეიძლება უცხო დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში მე წარმოვიდგენ ხვალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელიც აუდიტორიისთვის გამარტავა ეს არის სპეციალური ტერიტორია, რომელსაც ვრცელდება სხვა საგადასახადო რეჟიმი, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ზოგადად ეკონომიკის მდგრად განვითარებაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების როლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა შევთანხმდით, ვინაიდან ის ასოცირდება ცოდნის ტექნოლოგიებს და კაპიტალის შემოდინებასთან და იმის ფონზე რომ სოფლიოში არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კლება.
კერძოდ 2024 წელს 8%-ით დაიკლო წინა წელთან შედარებით მსოფლიოში პირდაპირ მოუცხოვრმა ინვესტიციებმა. ქვეყნების მხრიდან ამ ინვესტიციების მისაღებად გაიზარდა კონკურენცია, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე თავისუფალ ეკონომიკურ და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს შორის, ვინაიდან ისინი ქმნიან სხვადასხვა ტიპის წამახალისებელ მექანიზმებს, ეგრეთ წოდებულ ინსენტივებს, აუმჯობესებენ მათ შეთავაზებას უცხოური კომპანიების მიმართ და აქედან გამომდინარე ზოგადად საქართველოში არსებობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კონცეფცია, რომელიც გადასახადებისგან ათავისუფლებს იმ კომპანიას, რომელიც დაარეგისტრირებს თავის ბიზნეს ზონის ფარგლებში, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ზოგადად რაღაც ნაწილები მეტნაკლებად მიმოიხილეთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულ მიმართულებებს კიდევ ერთხელ შევაჯამებდი. საქართველოს აქვს სხვადასხვაგვარი სტრატეგიული უპირატესობები. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სტრატეგიული ადგილმდებარეობა, ვინაიდან ვაკავშირებთ ევროპასა და ასიას, ასევე ვართ შუა კორიდორის მონაწილეები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, რომელიც აღიარებულია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, მაგალითად გაჟღერდა ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიში, რომელშიც ჩვენ მე-7 პოზიცია გვეკავა მრავალი წლის განმავლობაში. ამ ანგარიშის განახლებული ვერსია არის Be Ready, Business Ready ანგარიში, რომელშიც მაგალითად საუკეთესო ლოკაციის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მესამე პოზიცია, რაც გულისხმობს, რომ ბიზნესის დარეგისტრირება საქართველოში და ასევე უძრავი ქონების მიმართულებით დავების გადაწყვეტა არის საკმაოდ მარტივი, რაც ბუნებრივია საკმაოდ მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების მოსაზიდად. გარდა ამისა, გაგვაჩნია განვითარებული ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილია დაკავშირებულობა. ეს გულისხმობს რამდენიმე საზღვაო პორტის არსებობას, 3 საერთაშორისო აეროპორტის არსებობას და ასევე განვითარებულ სარკინიგზო ქსელს. ამასთან ერთად, ზოგადად საქართველოს აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა და შესაბამის რეპორტში გვქონდა ჩვენ მესამე ადგილი. გარდა ამისა, BRD რეპორტმაც აღიარა, რომ საგადასახადო ტვირთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მე-6 პოზიცია, რაც გულისხმობს, რომ კომპანიებისთვის ამ მხრივ წნეხი არის საკმაოდ დაბალი. გარდა ამისა, ვრცელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები უზრუნველყოფს იმას, რომ კომპანიამ თავისი პროდუქციის რეალიზაცია არ განახორციელოს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, არამედ დაფაროს ბევრად ვრცელი რეგიონები და მოიცვას ბევრად დიდი ბაზარი. და გარდა ამისა, ჩვენ ყავს სამუშაო ძალა, მაგალითად ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც უცხოურ კომპანიებს ძალიან უჭირთ, რომ იპოვონ სამუშაო ძალა, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა. საქართველოს ეკონომიკურ ინდიკატორებს მოკლედ მიმოვიხილავ, მაგალითისთვის რეალური მოშიფტეს ქლიანში და პროდუქტის ზრდა 2024 წელს იყო 9.4%, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი არის და ავლენს სიმტკიცეს მიუხედავად ბევრი ტურბულენტობისა რეგიონში. გარდა ამისა, რეინვესტირების წილი მთლიან ინვესტიციებში არის 73%, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ ახალი ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში, არამედ არსებული ინვესტორები ამჟღავნებენ ნდობას ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ და შესაბამისად ფართოვდებიან და ახორციელებენ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას კომპანიებში, რაც ბუნებრივია განპირობებული ამ მოგების გადასახადის ნულოვანი ტარიფით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ განაწილებს მის მოგებას და განახორციელებს რეინვესტირებას ისევ და ისევ. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მთლიანში და პროდუქტში არის 6.3%, რაც გულისხმობს იმას, რომ FDI არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ზოგადად ჩვენს ეკონომიკაში და ზოგადად ინვესტიციების მოცულობა ბოლო 4 წლის განმავლობაში 6.7 მილიარდი დოლარი იყო, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ჩვენი ზომის ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე. საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით თქვენ უკვე მიმოიხილეთ, თქვათ ღრმა და ყავისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩვენ ევროკავშირთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები DSFS-თან, უკრაინასთან, თურქეთთან. ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, რომელსაც ერთდროულად აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან და ევროკავშირთან.
რაც რა თქმა უნდა კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში და კომპანიებს შეუძლიათ რომ მაგალითისთვის ნედლეული საწარმოო დანადგარები შემოიტანონ ჩინეთში, საქართველოში აწარმოონ, მიიღონ წარმოშობის სერტიფიკატი და შემდგომ უზრუნველყონ მათი პროდუქციის რეალიზება უფრო ვრცელ ბაზრებზე ლიბერალური საგადასახადო რეჟიმით ბუნებრივია. ახლა მოკლედ მოგახსენებთ Hualing ჯგუფს და Hualing ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტორი არის საქართველოში. მისი ინვესტიციის სრული მოცულობა 600 მილიონ ამერიკულ დოლარს ხდება ინვესტირების ახორციელებს 2007 წლიდან და მისი პორტფელი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ვინაიდან მოიცავს უძრავი ქონების სფეროს, სასტუმრო ინდუსტრიას, საფინანსო სექტორს, წარმოდგენილია ბაზის ბანკის სახით და ასევე ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი ბიზნესი არის Hualing's თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც სწორედ არის დამატებითი მექანიზმი, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები საქართველოში და მოკლედ მოგახსენებთ ჩვენი ზონის შესახებ, ვის ოპერირებს 2015 წლიდან. ჩვენი ზონის ტერიტორია საკმაოდ ვრცელი არის, შეადგენს 58 ჰექტარს, აქვს სტრატეგიული ლოკაცია, ვინაიდან ძალიან კარგად არის დაკავშირებული მნიშვნელოვან ობიექტებთან, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს გულისხმობ. გარდა ამისა, ზონაში უზრუნველყოფილია დაბალი საოპერაციო ხარჯები, რომელიც პირდაპირ უცხოური ინვესტიციების განხორციელების პროცესში ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია კომპანიისთვის, რომ შეაფასონ ქვეყნის მიმზიდველობა თუ ლოკაციის მიმზიდველობა. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ საგადასახადო რეჟიმი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, კომპანია, რომელიც რეგისტრირდება TIS-ში, თავისუფალი არის მოგების გადასახადისგან, იმპორტის დივიდენდის გადასახადისგან, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და ქონების გადასახადისგან. ერთადერთი გადასახადი, რომელსაც ის კომპანია ხდის და უშუალოდ ადამიანი, რომელიც დასაქმებული არის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც განსაზღვრულია 20%-ის ოდენობით. ზოგადად საქართველო გამორჩევა იმით, რომ საგადასახადო ტვირთი და გადასახადების დონე ისედაც საკმაოდ კონკურენტული და საკმაოდ დაბალია, თუმცა ზოგჯერ კომპანიებს და ინვესტორებს ჭირდებათ კიდევ უფრო ძირითადი ნათელი მესიჯი, თუ რატომ განახორციელონ ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირება და სწორედ აი ეს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი ქმნის საკმაოდ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას. თუმცა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არ არის მხოლოდ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, თუ ის არ უზრუნველყოფს შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით ღირებულებას სერვისების სახით. ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განვითარებულია ინფრასტრუქტურა, ვინაიდან გვაქვს სხვადასხვა ზომის, ფორმის შენობა-ნაგებობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებთან მოლაპარაკებების ეტაპზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევთავაზოთ მრავალფეროვანი უძრავი ქონება და ასევე მოქნილი პირობები, წარმოდგენილი როგორც მიწა, ასევე შენობა-ნაგებობები, საოფისე სივრცეები. იმისთვის, რომ კომპანიამ განახორციელოს საქმიანობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, მან უნდა აიღოს სპეციალური ლიცენზია და სამი სახეობის ლიცენზია გვაქვს, სამრეწველო, სპეციალური და გენერალური სავაჭრო ლიცენზიები. ეს იმასაც ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საწარმოო და სავაჭრო მიმართულებით. გარდა ამისა, გვაქვს გარკვეული სერვისები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამარტივებს კომპანიისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუ რატომ განახორციელოს ინვესტიცია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ეს არის კომპანიის რეგისტრაციის შესაძლებლობა 100% უცხოური კაპიტალით, ასევე არ არის შეზღუდვა მინიმალურ ინვესტიციაზე და მინიმალურ კაპიტალურ განახარჯზე. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია საბანკო ანგარიშის გახსნა, კონსულტაცია, ბიზნესის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კომუნალური ტარიფები გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე ზონებს შორის და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ინვესტორს შევთავაზოთ გარკვეული შეთავაზებების პაკეტი, რომელიც არ არის კიდევ ერთხელ განმეორდები მხოლოდ გადასახადები, არამედ კომფორტი, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ზოგადად Hualing's თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმართულებები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ძირითადად წარმოდგენილია სავაჭრო და სამრეწველო კომპანიები, მათ შორის ავტონაწილების წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება, ფარმაცევტული და ასე შემდეგ. და ზოგადად შევაჯამებდი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მიწოდება და განვითარება, ვინაიდან ძალიან იცვლება სოფლიოში პირდაპირ უცხოური ნაკადების მიმართულებები, ლოკაციები, რაც ადრე იყო პოპულარული, ახლა დაკარგა აქტუალურობა და მაგალითად
პირდაპირ მოუწყურმა ინვესტიციებმა გადაინაცვლა უფრო აფრიკის კონტინენტზე, ასევე აზიაში არის კლება. როდესაც მოგმართავენ თუნდაც ჩინური კომპანიები, რომ გახსნას საწარმოები იმდენად დიდ მასშტაბზე არის საუბარი, რომ ძალიან რთულია ინფრასტრუქტურულად უზრუნველყოთ და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და ვისურვებდი, რომ ზოგადად როგორც კერძო კომპანიის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად ვიცადოთ, რომ გავაუმჯობესოთ ის კომპონენტები, რომლებიც დღეს უცხოელი ინვესტორებისთვის არის დანიშნულოვანი. ეს არის ინფრასტრუქტურა და სამუშაო ძალა, რომელსაც სჭირდება გადამზადება, მომზადება, რომ ამ ყველაფრის შედეგი რამდენიმე წელში დავინახოთ. ვინაიდან ინვესტიციები ეს არ არის ის მიმართულება, სადაც გადაწყვეტილება პოვებს მყისიერ შედეგს, ვინაიდან ყველაფერი არის გრძელვადაში გაწელილი და თუნდაც კომპანია რომ დაარწმუნა, რომ საქართველოში არის კარგი საინვესტიციო გარემო, ამას სჭირდება რამდენიმე წელი მოლაპარაკებები აქტიური და პოზიციონირება ქვეყნის ძალიან პოზიტიურ ჭრილში. ძალიან დიდი მადლობა, უცა. ხობა. საინტერესო პრეზენტაციისთვის და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხმაც რა ინფორმაცია გადის გარკვეულ. ამ კუთხით და რაც თქვენ აღნიშნეთ, ბუნებრივია მნიშვნელოვანია რა შევთავაზებთ ინვესტორებს, ყოველთვის ერთ კიდევ ერთ სტრატეგიის შემუშავებაში ვიყავით ჩართული მაშინ როგორც საუნივერსიტეტო სივრციდან თუ არ მოშლებას ხო 2012-13 წელი IBRD-ის სტრატეგიის შემუშავება საქართველოსთან მიმართებაში და აღნიშნული იყო ერთ-ერთი ძირითადი ხაზი, რომ ქვეყანას რომელსაც უნდა შეხვდეთ მომთხოვე, რომ აი სატრანზიტო ფუნქცია არის მნიშვნელოვანი და იქ იყო ლაპარაკი, რომ უნდა შევქნათ, რომ დამატებული ღირებულება მეტად ამ ქვეყანაში, მაშინ ეს მეყოს ლოჯისტიკური ჰაბის ნაწილიც, იმიტომ რომ დამატებული ღირებულება მართლაც დავიტოვოთ ამ ქვეყანაში და ამის უნდა ვიყოთ მზად ახლა რაც თქვენ ახსენეთ იგივე აღჭურვილ მოწყობილობები ფასილიტის, რაც არის ბუნებრივი მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი საკუთარი ქონა მართლაც ლოჯისტიკური მიმართულება განსაკუთრებით მე ვფიქრობ, რომ საჭიროებს კიდევ უფრო მეტ ხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტ განვითარებას და კიდევ ერთხელ შუადერეფანზე საუბრის შემთხვევაში, დიახ, ჩვენ უნდა გქონდეს ბევრი კუთხით მომზადებულები, სავაჭრო ნაკადების თვალებადობა ახსენეთ თქვენ მათ შორის, აი სავაჭრო ნაკადების თვალებადობა ესეთი კონსერვატიული თვალის არის პოლიტიკა ზოგადად გადამზადების შემთხვევაში, რადგან ამას ვიგებთ გადამზადებებისგან და ის რომ ჩვენ ახლა დაავითარებაში როდესაც ნაკადები იცვლება დავამაგროთ ბევრი საქართველოში, ასე რომ ბევრი ახალი ხაზი დავამაგროთ საქართველოში, ნებრივია ესეთ გრძელვადაში მოგცემთ შედეგს, იმიტომ რაც არ უნდა დაალაგდეს და სამშვიდობო პროცესი დაიწყოს სხვა ქვეყნებში. ესე როგორც ჩვენ ახლო სამეზობლოში მიმდინარეობს საინტერესო პროცესები, ნებრივია ის რომ საქართველოზე იქნება ბევრი მარშრუტი დამაგრებული, ნებრივია ეს ჩვენს გრძელვადიან კონკურენტულ უპირატესობას გასდის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მე მინდა ვთქო ჩვენ სტუმარს, ბატონო ჟაო მინჰაუს, პროფესორ ჟაო მინჰაუს. გაგვიზარდოს მისი კვალიფიციური შეხედულება, სწორედ საუნივერსიტეტო სივრცე გვახსენეთ, წარმოშობა ჩემი საუნივერსიტეტო სივრცეს უკავშირდება აკადემიურ სივრცეს და ყოველთვის მნიშვნელოვანია აკადემიური სექტორის ჩართულობა და აკადემიური სექტორის შეფასება, კვალიფიციური ანალიზი და ჯამში ეს ყველაფერი აკადემიურ სივრცეს ეყრდნობა. თითოეულის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელსაც ახლა აქ განვიხილავთ, თავის დროზე ნებრივია შემუშავებულია ძალიან დეტალურად გაანალიზებული სწორედ აკადემიურ სივრცეში და მნიშვნელოვანია ჟაო თქვენი შეფასება მდგრადი განვითარების მიზეზთან მიმართებაში, მათ შორის ხელისუფლების ბიზნესის როლზე მთლიანობაში. Thank you so much, George. And I want to thank the organizer. I want to thank Maka and your team to make this forum so successful. I'm very honored to join today's session. Well, regarding the points I want to raise, the first one is that I think our Georgian friends need to know more about a China in transition. I appreciate the words of Georgia Prime Minister this morning, and he mentioned China for several times. And Columbia University professor, my friend Jeffrey Sachs, also mentioned China is important for the development of Georgia.
Nowadays, China actually is undergoing a very deep transformation. So the first one is how to sustain our economic momentum. China now is the #2 economy in the world. Jeffrey says it's #1, but it's, and China is a big market. It's a huge market with the population of 1.4 billion people. 1.4 billion people. So that could be very, very big, important market for Georgian good products. The #2 is about the green transformation of China. China is #1 CO2 emissioner in the world. We have the responsibility for promoting our own green transformation, and also we want make joint efforts with Georgia, among other countries, to promote the green transformation of this globe. And China nowadays is very, competitive in a number of low carbon industries and green technology such as EV, electric vehicle, batteries, and solar and wind power, even hydropower plant you mentioned several times. And in this area, Chinese companies are quite competitive. Third thing is about digitalization of Chinese economy. We Chinese people don't use cash in China. We use online payment system. And nowadays, with the AI, artificial intelligence wave, that's a big thing. That's a game changer in China. And we have a DeepSeek and other good AI company in China. Well, China is going to develop itself as an innovation-oriented economy, and consumption-driven economy. We need to consume more goods, and we need import more goods from other countries, including Georgia. So innovation-oriented economy and consumption-driven economy, and I think is the direction of China's transformation. In terms of the challenges, the first one is about deglobalization. We see US-China tariff war. Donald Trump, America first, that's a big challenge for China. And the WTO, World Trade Organization system, actually is weakening. And the US side want to dismantle this international trade system. That could be a common challenge, not only for China, but also for Georgia. Technology competition nowadays between major powers is a big challenge. And also we have to deal with the implications of geopolitics on our economic development. Some panelists mentioned the sanctions issue and national security concerns for many countries in the world. Well, the last point I want to say is about how should we enrich and empower China-Georgia strategic partnership. 2 years ago, two governments, they agreed to set up strategic partnership between our two countries. We need to enrich this partnership. We need to have more tangible results for our cooperation. Well, for China, Georgia is valuable gateway to EU, to many countries. And Georgia nowadays actually is a wonderful hub of FTAs. And also China could be a gateway for Georgia for Asian market, ASEAN, Southeast Asian market, with 600 million people there. It's a big market. And nowadays, China is quite
proactive in joining DPA. It's Agreement on Digital Economy, DPA. RCEP, Regional Comprehensive Economic Partnership. It's a big FTA involving Asian countries, a lot of countries. So China could be our valuable gateway for Georgia. Second thing, I want to mention Belt and Road Initiative proposed by Chinese government. A lot of opportunities. For example, Georgia can consider to obtain some concessional loans from government to upgrade your infrastructure. And also we could take advantage of the Global Development Initiative proposed by Chinese leadership. And also we can obtain investment financial support from not only ADB, Asian Development Bank, but also AIIB, Asian Infrastructure Investment Bank, initiated by China in 2013. Last point is about how to enhance the awareness of Chinese company on Georgia's so good, so wonderful policy. I learned a lot from the panelists. Single window practice, joint customers with Azerbaijan, and also free industrial zone, evidenced by Hualin. But however, I think Chinese companies, they are not so well aware of this very, very attractive policy in China. So we need to, have more marketing policy to let more and more Chinese company know about very competitive, very attractive Georgia. 9.4% economic growth rate. That's so wonderful. Number two, rapidly growing economy in the world. It's so attractive for Chinese company because with the tariff pressure, Chinese companies, they are desperate in finding destinations for their overseas investment and to avoid the tariff pressure from the US, EU, and other countries. And also we need to enhance financial cooperation. For example, we need to introduce Alipay. It's an online payment system very popular in China, in Georgia, because so many Chinese, they want to make their tourism in Georgia, but it's not convenient for them to do shopping here because of lack of, Alipay and other online payment system that are very familiar to Chinese people. So we need to do some small things to facilitate people-to-people exchange. I'm so glad, I'm so honored to visit your country for my very first time. I want to thank again Maka and the organizer. I want to thank translator. You did wonderful job, and I want to thank all the audience. Thank you. I stop there. ძალიან დიდი მადლობა პროფესორ ჟაოს, მართლაც ძალიან ცივი სტანდარტები მიმოხილვისთვის და ნახსენა პრემიერის სიტყვა, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის, სხვათა შორის ერთ-ერთი ბოლო კვლევა შუადერეფანი არაერთხელ ახსენეთ, ერთ-ერთი ბოლო კვლევა, ბოლო კვლევა, ასეთ კონსტრუქციული კვლევა ჯერ არ ყოფილა მსოფლიო ბანკს ჰქონდა 2 წლის წინ. და იმ კვლევაში აღნიშნულია, რომ გასამაგდება ტვირთების მოცულობა, მოსალოდნელი გასამაგება ტვირთების მოცულობა ჩინეთსა და ევროკავშირის შორის და თითოეულ რეგიონის, თითოეულ ქვეყანაზე არის აღნიშნული, ვინ რას არგებელს მიიღებს. მათ შორის საინტერესოა საქართველოს როლი ამ ნაწილში და მგზავრობის დრო განახევდება. ეს არის სწორედ ის შესაძლებლობები, რაზეც ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში და რატომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. მათ შორის ძალიან საინტერესოა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნის მხრიდან დაისვა კითხვა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და ამ დროს ვიმყოფებოდი ჩემი
მეორე ორგანიზაციის ეკონომიკური ფორუმის პარტნიორ პოლონეთის ეკონომიკურ კაპიტალურ ზონის პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე, როცა ერთ-ერთი აჟიოტაჟი იყო ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ჩემს პოლონელ პარტნიორთან ერთად ვიჯექი და თქვი რომ აი საქართველოს ჩინეთი როგორც ჩანს ძალიან გვაკრიტიკებენ თქო რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაუწყეთ თქო და უცბად ვაგებ არ ვიცოდი და ჩემო პარტნიორმა ჩვენ უთხრა რომ რასაუბრობ ჩვენ 2015 წლიდან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა მეკითხე მეთქე სიტყვიერად და არაფერი დოკუმენტი აქვს პოლონეთს 2015 წელს პოლონეთს არ იყო საქართველოს ასე ვთქვა მაგნაციაში 2015 წელს ევროკავშირის წევრობა პოლონეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ჩინეთთან პრეზიდენტი დუდა ასევე მისი მხარდაჭერითაც ახალი პრეზიდენტი მოვიდა პოლონეთში იყო ჩასული და შემდგომ გასულ წელს იყო ჩასული პრეზიდენტი დუდა ასევე პოლონეთის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და თემი მიმოხილვა იყო სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირდა ამ დროს თურმე საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობის წარმოადგენაზე მესმის რომ თურქეთის გაზრდის ნაწილში პოლონეთი არის ერთ-ერთი დანიშნულების წერტილი და ახლა არაფრით დიდად სასარგებლო არ იქნება მაგალითად პოლონეთისთვის რომ საქართველოს ანაკლია რუმინეთის მიმართულება იყოს კონკურენტი მესმის ამიტომ ფართოდ უნდა შევხედოთ ხოლმე რაღაცა დაწესებულა და არა ასე ვიწრობ შეიძლება ძალიან საინტერესო იყო რომ პროფესორ მოჟაო ის მიმოხილვა გააკეთა მართლაც ბევრი საკითხია რომელიც ჩვენ ჩინეთთან პარტნიორობა რეალურად მოითხოვს საქართველოს მხრიდან ბევრ ძალისხმევას ახსენა ტრანსფორმაცია ჩინეთის მართლაც რა ტემპითაც ჩინეთი ტრანსფორმირდება ჩვენს დიჯიტალ ეკონომიკის მიმართულებით მე ვფიქრობ რომ ჩვენ ძალიან სწრაფ ტემპში მოგვიწევს სიარული თუ გვინდა რომ ამ მოთხოვნებს ავყოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ პროფესორს და ბატონ აკაკი მუხაძეს მინდა შემდგომი სიტყვისთვის ცირკულარული ეკონომიკის საკითხები ჩვენ თემას ყველაზე მეტად შეესაბამება შეიძლება თქვენი გამოცდილება პრაქტიკული ნაწილი ავყოთ მაგრამ ჩვენ საქართველოს ვერ ვიყოდი რომ ძალიან ესეთი ცირკულარულ ეკონომიკაში თუმცა გარემოს დაცვის და სოფლმეურნეობის გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობს ბატონი სოლომონ პავლეაშვილის რამოდენიმე ინიციატივა ვიცი ამასობაში რომ არ დამოუწყდეს ქალბატონებზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილებლობა ჩვენ და ინფრასტრუქტურის საკითხებზე საუბრისას და აზიის განვითარების ბანკზე თუ ინფრასტრუქტურის შესახების აღების მიმართულებით ქალბატონებზე აქტუარი საშუალებაც არ მექნება თქვი რამე ვთქვა მეც ქალბატონებზე სუპერ პროგრამას გსოფლებაგზე ვიწყებ ლაპარაკს ქალბატონზე გავხედო ხოლმე ვთქვა უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისათვის და საშუალება რომელიცა ასეთ აუდიტორიაში გამოსვლა და ასეთ საინტერესო ექსპერტებთან ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრა. სანამ პრეზენტაციას დავიწყებ, აუცილებლად მინდა შევუერთდე იმ ნარატივს, რაც თქვენ ბრძანეთ, როდესაც მიმდინარეობს კრიტიკა და არაჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის, კრიტიკის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს ქვეყნის ხალათში და არ უნდა დაირღვას ეს სიტუაცია და უნდა იცოდეს სად ვისთან და რა დოზით არის ინფორმაცია გასატანია თუ საკრიტიკიოა. არ უნდა დაგვაუწყდეს და ძალიან მიხარია, როდესაც საბაჟო დეპარტამენტმა გააკეთა საოცარი პრეზენტაცია და ბრძანა მწვანე ტვირთებთან დაკავშირებით და რამდენად გამარტივებულია და მე თვითონ 99 წელს ინსტიტუტი რო დავამთავრე პირველად სტატისტიკის დეპარტამენტში საბაჟოზე მუშაობდი დაახლოებით 6 თვე და პირველად დეკლარაციას, როდესაც ელექტრონული კოდი მივეცით, დანობრა რომ მივეცით, ბედნიერესები ვიყავით. სტატისტიკურ ანალიზს ვაკეთებდი, ხელით ვიღებდი დეკლარაციებს, კრიბავდი, ვაჯამებდი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცა. ეს იყო სულ რაღაც 20 წელი 25 წლის წინ. ასევე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ეს ფორუმი ჩამოვაყალიბეთ 2007-ში იყო პირველად, როდესაც მაშინდელი ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად შევთანხმდით და დავაარსეთ ეს ფორუმი. თავარი მიზანი იყო, რომ რაღაც სიახლე, შემოტანილი სიახლე გაგვეცნო ხელისუფლებისთვის, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდარიყო მისი დანერგვა. და რამდენადაც საინტერესო არ იყო ჩვენი პირველი ფორუმი ეხებოდა ნარჩენების მართვას და მაშინ სიტყვა ცირკულარული ეკონომიკას საერთოდ არ ხმარობდით. ჩვენი მთავარი მიზანი იყო
ალბათ ყველას გახსოვთ ნარჩენების სისტემა ჯერ კიდევ 2008 წელს როგორ იმართებოდა ზარის სისტემაზე, ზილის ღია მანქანები დადიოდა, ზარს გამოიძახებდი, ნაკავს გამოიტანდით, გადაყრიდით და თავარი იყო რომ ეს ბუნკერები დაგვეკეტა, საკონტეინერო სისტემაზე გადავსულიყავით და რაღაც ნაბიჯები გაგვეკეთებოდა. და ესეც რაღაც 15 წლის წინ იყო და ეს წარმატებები რაც მიდის არ შეიძლება რომ რა ვიცი თუ ამ ქვეყნებში ვიხარ და წარმომადგენელი ხარ ამ ქვეყნის არ შეიძლება რომ არ ვიხაროდეს და წარმატებულ ადამიანს როგორ უნდა ებრძოლო არ ვიცი. ეხლა რომ დავუბრუნდეთ ცირკულარულ ეკონომიკას ის ბოლო არის და არ მინდა ეხლა გავაჭიანო და ბევრი ვისაუბრო მის მნიშვნელობაზე მე მგონი ყველას კარგად მოიხსენება და ძალიან მოკლედ ვიტყვი რა არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ამაში რომ ისეთი ქალაქები როგორიც თბილისია და მე გვაქვს სხვა დიდი ქალაქები უამრავ რესურსს მოიხმარა და ამ რესურსების მეორედ გამოყენებას ძალიან მნიშვნელობა განსაკუთრებით რაც თქვენ გძავნეთ რომ ჩვენ არა ვართ ნედლეურით განადგურებული ქვეყანა ჩვენ თვითონ ყველა პროდუქტს რომელსაც ვქნით ნედლეურით შემოგვაქვს სახელმწიფოში და ამიტომ მისი მეორადად გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება. დღეს რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ნარჩენების შემცირება დღესდღეობით თბილისი ბევრ ევროპულ ქალაქთან შედარებით საკმაოდ სუფთად გამოიყურება, მაგრამ სამწუხარო ფაქტია რომ ყოველწლიურად ჩვენი ნარჩენების რაოდენობა იზრდება. გამომდინარე იქიდან ადამიანიც რაც დიდარი არის, ნარჩენების რაოდენობა მისი გაცილებით იზრდება. ასევე ხშირად ამბობენ რომ მისი სეპარაცია ან მეორედ გამოყენება ეს ზვირის აკრთან არის დაკავშირში, მაგრამ მეორედ არ უნდა გვაუწყდეს რომ ეს ქმნის სამუშაო ადგილებს და სამუშაო ადგილების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენ ქვეყანაში ალბათ ეს არის რაც ძალიან გვიჭირს. ასევე ურბანული მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და ჩვენ თუ ასევე შევავცირებთ არა ახალი ნედლეურის დამუშავებას, არამედ გადამუშავებას, ასევე სათბური გაზების შემცირებას კუთხითაც საკმაოდ კარგი შედეგები გვექნება. ეხლა რაც შეეხება უბრალოდ კონკრეტულად რო ვთქვა თბილისთან დაკავშირებით, თბილისში ჩვენ გვაქვს ზრდა მოსახლეობის დაახლოებით და 0.74% და ნაანგარიშები არის რომ სადღაც 2030 წლისათვის შეიძლება მოსახლეობის რაოდენობა იყოს 1.5 მილიონი. ეს რო გადავიყვანოთ რიცხვებში ნარჩენებთან დაკავშირებით და დაახლოებით არის 15%-იანი ზრდა გვექნება ნარჩენების კუთხით. მაგრამ აქ ერთად ასევე მნიშვნელოვანი არის რომ არა მარტო მისი განთავსება, არამედ ამ ნარჩენებსაც გატანა უნდა ქალაქიდან და ეს ქმნის დამატებით უხერხულებას, დამატებით ხარჯებს და დამატებით ურბანულ განვითარებას ქმნის პრობლემებს. აი, როდესაც ჩვენ სეპარაციასგან მეორედ გადამუშავებულ საგნებზე ვსაუბრობთ, თქვენ ნახეთ სლაიდზე გამოტანილი არის ის პროდუქტები, რომლის მეორადი გადამუშავება აუცილებელი არის. და დღესდღეობით სამწუხაროდ ყველა ეს ნარჩენი ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში და ამ ნარჩენების დიდი ნაწილი არის ასევე სახიფათო ნარჩენი. და ჩვენ თუ ნახეთ წარმოიდგენთ თბილისში მარტო ერთი სახის ნარჩენს ავიღებ ბატარეიას, რომლის მისი განთავსებას ნარჩენებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებში საკმაოდ სახიფათო არის. და როდესაც ესეთი დიდი რაოდენობა ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, ყველაზე დიდ ზიანს ამ დროს ღებულობს გრუნტის წყლები. რითითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ, რომ ძალიან ცოტა ქვეყანა არის მსოფლიოში, სადაც შეგიძლიათ ონკანი გახსნათ და უშიშრად დალიოთ წყალი და თან ჯანმრთელი წყალი. და ყველა ეს პროდუქტები ქმნიან საკმაოდ პრობლემატურს. და თქვენც ალბათ ეხლა ხშირად ხდება, როდესაც დიდი ზომის ნებავ-ავეჯი არის ან სხვა პროდუქტი არის, რომელსაც ყიდულობთ, დღესდღეობით საშუალება არ არის მისი სპეციალური სერვისები არ არსებობს მისი განთავსების.
ამიტომ მე უბრალოდ გამოწვევებზე ვისაუბრებ, რომ ეს გამოწვევა შექმნის არა მარტო ეს ეს პატარა ფოტო ამოღებული არის იმ დროს, როდესაც ნაგვის გატანა ხდება ქალაქიდან, როდესაც მოსახლეობა გაიზრდება, რამდენად დატვირთავს კიდევ ჩვენ ტრანსპორტს. და ასევე ის ტრანსპორტები ალბათ ხშირად გინახავთ, რომ განსაკუთრებით მაღაზიების წინ კონტეინერები არის სავსე კარდონით და რომლის მეორადი გადამუშავება ძალიან მარტივია და ეს არ უნდა ხდებოდეს, აი ესე ამას ვეძახით ჩვენ კიდე პროფესიონალები ცარიელი მანქანის დარებას, როდესაც ცარიელი კარდონები გადააქვს მანქანას, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს 20 ტონა, 30 ტონა ტრანსპორტი და ცარიელი ან ბოთოლი ან კარდონი გადააქვს, რომელიც შეიძლება მოთავსდეს სხვა ადგილზე. და რას თავაზობთ, ეხლა ჩვენ არ გვინდა ქალაქს ჰქონდეს დამატებითი ხარჯები და ეს არც ჩვენი გამოგონებული არის და არც ნოუ-ჰაუა, მაგრამ ალბათ პრაქტიკული არის და ქალაქისთვის ძალიან იაფი არის მოეწყოს ესეთი ეზოები, რომელიც ევროპის ბევრ ქალაქებში არის, სადაც მხოლოდ აი სხვადასხვა ტიპის ნარჩენების კონტეინერები არის გათავსებული. მოსახლეობას შეუძლია თვითონ მიიტანოს და თვითონ აბარებენ უფასოდ და მისი გაუმეორებობა ხდება და ამ კუთხით ქალაქს შეუძლია არა მარტო ეს ნარჩენები მოაცილოს, არამედ ბიზნეს საშუალება მისცეს, რომ წვდომა ქონდეს ამ ნედლეულზე და შემდეგ ბიზნესი თვითონ გამოიყენებს ამ ნარჩენებს. ასეთი ცენტრების მოწყობა ვფიქრობ, რომ ავიცი მუნიციპალიტეტებში შეიძლება თითო მუნიციპალიტეტში რომ თითო ესეთი ადგილი იყოს მოწყობილი, თუ ნარჩენების რაოდენობა შემცირდება, აქ დასაქმებული ადამიანების თანხის გადახდაც არ გააძვირებს ამ მუნიციპალურ მომსახურებას. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი კარგი გამოსავალი იქნება და ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ კუთხით კიდევ გავვითაროთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონო აკაკი. ახლა საინტერესო თემა ესე იგი ფაქტიურად არ მხოლოდ გამოწვევა, არამედ გამოსავალიც შემოხდარა. ამ ნაწილში მართლაც მნიშვნელოვანი თემა და შემთხვევით ამისა გაიგებოჩეც გაეროში მუშაობდი, საბილო მაღალი იყო მაშინ წარმომადგენელი, გემახსოვრებათ, გაეროში წარმომადგენელი საქართველოში და ბავშვებს თავდაპირველად საბილო ყოველთვის წუხდა, რომ დიდი ინტერესი არ არის SDG 12-ის მიმართ და ცირკულარული ეკონომიკის მიმართ ქვეყანაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია ამ კუთხით უნდა შემოდის, ბევრი სწორ ასპექტი ახსენეთ თქვენ და ხილვა და კვლევის გარეშეც რომ ეხა ეს ნაგვის მანქანის დაკვირვებაც კი მართლა ძალიან მანქანების გადაარგება ძალიან ხილვადია ჩვენს ქალაქში ეროვნულში. ამას უძველესი მადლობა კიდევ როგორც პრაქტიკული მაგალითების და პრაქტიკული რჩევებისათვის მოკლედ ყველა დროს გვაქვს გადაჭარბებული, რომელიც მარტო ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენი წილიც არის აქ, მაგრამ ანა მაგისოვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ბრალი არ არის გამოდენ წინა პანელიდან დაწყებული ნაწილი. ამიტომ მე ვიცი რომ ძალიან დაკურთული გრაფიკი აქვს ასევე ჩვენს სპიკერებს, მათი სტატუსებიდან გამომდინარე შეუძლებელია რომ ეს არ იყოს, ამიტომ ცადე რომ კითხვაც ბარემ გამომეყენებინა პრეზენტაციასთან ერთად, თუ დამატებითი სურვილი ამ შემთხვევაში არბაზიდან არ არის, მე მინდა მაშინ რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო დავიწყებ ბატონ აკაკისგან, ბატონ აკაკი, დიდი მადლობა. პროფესორ ჟაოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, ბატონ ირაკლის უდიდეს მადლობა, ბატონ ლევას ირაps, ბატონ ლუცას უგრესი მადლობა. მე ვფიქრობ რომ ჩემთვის პირადად როგორც მოდერატორისთვის, რომელსაც ხშირად ვისარგებლე მართლაც ბოროტად მოდერატორის პრივილეგიით, ძალიან საინტერესო პანელი გამოვიდა იმ კუთხით, რომ ყოვლის მომცემად ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, ბუნებრივია გავცდით ასე ვთქვათ ჩვენს თემას, ყველანაირად ვერც წარმომედგინა, როცა სპიკერები ნახე თავიდან საბოლოო ვერსიაში გავიტოვე მაგა, ყველანაირად ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი მრავალფეროვანი და კარგი სპიკერების და გამოდევრობა გაცნობოდით თემაზე როგორ ფართო წილში არ გადმოვიდო. თუმცა ჩვენ ვაპარაკეთ ფართო საკითხებზე და ძალიან კონკრეტულ საკითხებზე. ყველაფერი ამ კუთხით
დავყარეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს, თავმოყრა. დიდი მადლობა თქვენ ასეთი ჩართულობის.